ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორც პარტნიორების. აბა შენ თქვი ჯობდი ახლა. იცი რა არის ასტროლინგვისტიკა? კი, სხვათა შორის. რა არის? ასტროლინგვისტიკა არის საქართველოს მოსახლეობაო არის ძალიან ჭარბწონიანი. ესო წინამთავრობის ბრალიაო. ანახე ილო მომწერა ბეროშვილმა. რაო? შენ პოდკასტში ხო იყო? საიბორო ურჩია სერიალი. ხო. ეხლა მწერს რომ ნორმალურია ხა ის ნახე. ეს თვითონ თავის ოფიციალურ ვერძზე უდევს? კი. ნახოთ რამდენი გამოტერი მოგვაკლდება. ხო და ნუ შორის. გამარჯობა. გამარჯობა. საოჯახო პოდკასტი. ესე დავუმატეთ ჭხილებში. ცოლქმარი. ცოლქმარი, გვანცა და გიორგი. მე ვარ გვანცა. გამოიწერეთ. არხი არ დაგავიწყდეთ, ლაიქი. კიდე რა აქვს? ზარი. ზარიც ხო გამოწერის მე, მაგრამ ვიდეოზე ხო და კომენტარი დაგვიტოვით აუცილებლად, დავიკითხავთ. გაზიარება. თუ გააზიარებთ და მეგობრებს ეტყვით, ხო, ძალიან მაგარი იქნება. ვისაც სარეკლამო თანამშრომლობა უნდა, მეილი მითითებული გვაქვს, სპეციალური მეილი გავაკეთეთ. დავიწყოთ. პატრეონზე. პატრეონზე ხარდამჭერებს უღრმესი მადლობა. პატრეონის ლინკიც მითითებულია, QR კოდიც ამონათდება. შეიძლება დაასკანერო, რომ ბევრი ვარ იწვალო. დაასკანერო, ეგრევე გაგიყვანს პატრეონზე. გავხსნათ ახალი ამბები და დავიწყოთ. დავიწყოთ. მე-13 ეპიზოდი არის. უი, ესაა თარსი? ხო. გჯერა მაგისი? არა. შენ? არა. და ძალიან ცოტა ნახვა რო კონდეს ახლა ამას. ისედაც ძალიან ცოტა ნახვები გვაქვს. რატო დამასევდიან? ასე რომ 13-ის ბრალი არ იქნება იქ. მაგრამ სკანდალური მოვიფიქროთ. იქ ხო ვთქვით, რატო ვერ უპოულობ? ერთი იყო რომ რაც აიტაცა ხალხმა, რომ ყაველაშვილმა თქვა, გამოშლა ქონდა პარლამენტში, რომ საქართველოს მოსახლეობაო არის ძალიან ჭარბწონიანიო სხვა რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ევროპაც იგულისხმება და ესო წინამთავრობის ბრალიაო. ხო და ანუ წინამთავრობიდან გავიდა რამდენი წელი 14 ხო? ხო. და ეს რო თქვა რამე დამამტკიცებელი ისინი მოყოლა. რაღაცა კვლევა ჩავატარეთო 7-8 წლის წინო და მაშინ დადგინდაო რომ არა გადამდებ დაავადებებშიო ვართო ერთ-ერთი მოწინავეო. ხო. და ალბათ აი ჭარბწონიანობით გამოწვეული გულსის ძაღლთა დაავადებები რაღაცები იგულისხმება. და ესო არისო იმის წინამთავრობის ბრალიო გააუქმესო სპორტის ანუ სპორტს არ აქცევდნენ ყურადღებასო რა. ხო. ხო და იქ ქონდა მარტო დამამტკიცებელი იმის რომ იმ თავრობის ვრალი არის რომ გავსუქთით? ხო, აბა ეგ უნდა დამამტკიცო ხა. რაღაცა იმაშინ რაღაცა კონკრეტული კანონი უნდა არსებობდეს ან რაღაცა რომ აი თქვა რომ ამის ბრალია ხა, მაგრამ როგორ შეიძლება დააბრალო მთავრობას რომ ხალხი გასუქდა. შენას ფიქრობ. მაგრამ ბევრისთვის ეს იქნებოდა სასიამოვნო ამბავი რა, რომ ვისაც ჭარბწონიანობის პრობლემა აქვს, რომ ხო, ეგ ხო ეს არის. ხო არის რომ გენეტიკა და მე მეტაბოლიზმი და რაღაცებს და სულსლოპ რაღაცებს დააბრალო. ადრე ხო ხადაობა იყო ეგეთი ყველაფერი შევარდნაძის ვრალი იყო. კიდე ერთი მაგარი ვიდეო რო იყო ეს თოვლი რო არის და ბავშვი რო ლაპარაკობს. უნდა არ კეთდება და ხო მე მოხუცი კაცი რომ მედის და აი მაგის ჩამომთრევს და იმის ბრალია. აი რაღაცა მაგას დაებსგავსა უკვე რა აი ყველაფერი რო და აი შეიძლება თქვა რომ აი რაღაც 5 წლის წინ რო იყვნენ რაკეთებ 14 წელი გავიდა. 14 წელიწადში თუ გახტომა ვერ მოახერხეთ. წინამთავრობის ბრალი ვერ იქნება. ხო, არა, იცი რა არის? შეიძლება იმ თავრობის ბრალი იყო. გავსუქთით და ანუ ეხა დეპრესია გამოიწვია ამან და ვეღარ ხვდებით. უკვე ძნელია შემოუბრუნება, ხო, რაცა უნდა გააკეთო. ეს საყვარელი ის არის. თავრობას შეუძლია რომ ხალხი ანუ რაღაცებს შეგიძლია აკეთო, რომ ალბათ რომ ჭარბწონიანობამ დაიკლოს. თავრობას შეუძლია? ხო, მაგალითად მიიღო კანონები რაღაცა დიდი გადასახადები დაუწესო ფასტ ფუდებს. ხო. შაქარზე დიდი ეს აქციზი, რაღაცეები, რაღაცა სპორტ დარბაზებს გადასახადები შეუმცირო, რომ იაფიღირდეს აბონი, მაგრამ რაღაცები შეგიძლია აკეთო. ხო და ეგ ხო ეს არის ცოტა. ხო და თუ არ აკეთებენ თუ ეგეთი პრობლემა 7-8 წლის წინ თუ იცოდნენ, რომ ეგ პრობლემა იყო. მაგრამ ნუ ეგეთი რაღაცები ყო ცდებილობა, ესე ძალიან რო ჩაერევი ერთ სფეროში, მე რაღაც სხვა სფეროებში აიზილები და მოკლედ ეკონომიკაში ეგეთი ხელების ფათური არ შეიძლება.
ხო, თან რეალურად მაგის ბრალი ხო არ არის ახლა, რა ვიცი, ხო. აი, ბრალია მეტალიტეტის და კულტურის მეტის ბრალი. და ნუ ეკონომიკური მდგომარეობისაც ახლა ჯანმრთელი ცხოვრება არ არის იაფი. ხო, ეგრეა. და რა აქვს ხალხს იმის ფული, რომ სპორტ დარბაზის აბონემენტი იყიდოს, სპორტული დანამატები იყიდოს, მწვრთნელი აიყვანოს, ამასთან ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციოს ის ხო რამეებში ფული გადაიხადე და გახდები. ხო, თან იცი რა არის, ვიღაცა იტყვის ახლა მაგალითად, რომ რაღაცა ნუწახვალ სპორტ დარბაზში და აი ბუნებაში ირბინე. კაი, დაუშვათ სპორტ დარბაზში არ იხდი ფულს. ანუ ჯანმრთელი საკვებიც ძვირი არის რა. ბუნებაც არის არბენი. ნუ ახლა რაღაცა ლისტზე ახვალ და ირბენ. ხო, მაგრამ ლისტზე ახვალ თუ ლისტზე ახლოს ცხოვრობ, მაგრამ 40 წუთი თუ იქამდე ფეხით უნდა იარო, სადაც უნდა ირბინო. ანუ სირბილი არის რომ გამოხვიდე და გაიქცე, სადღაც ახლოს სკვერი იყოს ან რაღაცა იყოს. ნუ ახლა თუ გული გულობს, რაღაცა ირბენ რა, ვაჟაზეც ირბენ სიტყვაზე. ხო, მაგრამ არ არის, ანუ ქალაქი ისე მოსარბა, ვაჟაზე რო ირბენ ყველა 100 მეტრში ან რაღაცა ის არის შუქნიშანია, ან გადასასვლელია, ან რაღაცა ხდა, ანუ ესე რომ გაიქცე არ არის ეგეთი. კომფორტულად რო ირბენ. ეხლა მე გეტყვი კარგ მაგალითს. მე მაგალითად ეგეთი რეჟიმი რომ მქონდა, რომ იყო დრო წლების განმავლობაში, რომ დილას 9 საათზე გავდიოდი სახლიდან და ღამით 11 საათზე მოვდიოდი და შუალედში ფიზიკურად დრო არ მქონდა იმისთვის, რომ სპორტ დარბაზში წავსულიყავი, ვიყიდე შტანგა 2 განტელი თავისი წონებით და სახლში რომ მოვდიოდი, გვიან ცოტას რომ დავისვენებდი, სახლში ვარჯიშობდი. ის ერთჯერადაც კი მივეცი რაღაცა თანხა, მაგრამ მე განტელით რამდენი უნდა ივარჯიშო რომ გახდე? ხო, აკრობატიკია სირბილზე, კარდიო ვარჯიშზე. როცა გული გულობს, შეგვიძლია ქნა. ნუ ასე შეჭამ თუ გული გულობს და გახდები რა. ხო, ნუ ეგრეც არ არის ახლა მთად. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ვარჯიში, ფიზიკური აქტივობა თუ გინდა, უბრალოდ რა ვიცი, დღეში 1 საათი რო ფეხით იარო, უბრალოდ ეგეც ძალიან დიდ შედეგს მოგცემს რა. კი, მაგრამ წონას რაც შეეხება, შენ თუ იქ კუნთის მასის ზრდა გინდა, იქ რაღაცა ბალანსი გინდა, ცხიმის წვა გინდა, კუნთის მატება, დაკლება ისე რომ კუნთი არ მიყვეს და აი ხო მთელი ფილოსოფია არის და ნუტრიციოლოგია ხო კიდე ცალკე ფილოსოფია. ხო, აი ხა მაგალითად ჩვენ სადაც ცხოვრობთ, ახლა აი გაიხსენე, ფეხით რო გახვალ. აი სარბენად კომფორტული ადგილი სად არის? არა, მე მაგას კი არ მომაქვს, რომ კომფორტული ადგილები არის და არ დარბის მეთქი ხალხი თქო, მაგრამ თუ რაღაცა მონდომება არის, აი რაღაცას ხო, მაგრამ ასე ყველა შემთხვევაში შეგიძლია რაღაცა სუპერ მონდომებით რაღაცა ქნა, მაგრამ აქ ლაპარაკი ადამიანური პირობები რა, ეხლა თან ნერვები გინდა, რაღაცა სტაბილური ცხოვრება გინდა, რომ მე ამაზე იფიქრო. მოდი ახლა ჭავწონიანობას და წონის პრობლემას მივხედავ და. ხო, ეგ სხვა რაღაცა არის კი. უბრალოდ ახლა მართლა ეგ ნიუსი არის, ხა სასაცილო იუმორის მიდან არის რაღაცა სფეროდან არის. არა. არ შეიძლება სერიოზულად შეხედავ. ხო, მაგრამ მოდი ჩვენ შევხედოთ სერიოზულად. თავრობა არ უყურებ სერიოზულად და წინამთავრობის ბრალიაო ეს პასუხი აქვს და მართლა რა რო გინდოდეს რომ აი რაღაც თავრობა იყო და მოსახლეობაში არის პრობლემა რა. ხო. ჩემი აზრით თავარი გამოსავალი არის რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ანუ კიდე ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდა. აი დანარჩენი უკვე ყველაფერი არის ძალიან ხელოვნური ჩარევა, აი ადრე იყო წინამთავრობა მოკნა რაღაც კბილების გამოცვლის პროგრამა, რომ რაღაცებს კბილებს ჩაუსვავთ და რაღაცებს მოიცავდნენ. დაახლოებით ესე იქნება ეხაც ნებისმიერი სხვა მცდელობა, რომ გავაჯანსაღოთ რა, ანუ ან რაღაცა სპორტ დარბაზებს ხელი შეუწყერო ხალხმა იაროს და ფასე იყოს შესაბამისი და რაღაცა თუ ხალხს სურვილი არა აქვს და ხვალ რო გათენდება არ იცი რა მოხდება და არასტაბილურ გარემოში ცხოვრობ, ხელფასი დაბალი გაქვს და ფასები ძალიან ძვირია. იქ მარტო ქართველი კი არა, არც ერთი ქვეყნის საზოგადოებას დრო არ დარჩება იმაზე, რომ იზრუნოს იცი რა, სილამაზეზე და ჭარბთელობას. ნახოთა შორის ეგეც აი რაღაც პონტში სოციალების ბრალიც არის, იმიტომ რომ აქტიურად მიდის კიდე რაღაცა ისეთი პროპაგანდები რა, რომ აი სილამაზის სტანდარტები და ჭარბი წონა არ არის რაღაცა ის, რომ ესეთი არ არის აუცილებელი გამხდარი იყო და რაღაცა ანუ ეგეც მოქმედებს, აი რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ გამხდარი იყო, მაგრამ ზოგადად ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის ცუდია. ხო. და 1000 სხვა დაავადების გამომწვევია მომავალში და ასაკში, ხო? ამის პროპაგანდა უნდა იყოს. რომ
საკუთარ თავში ვეძებოთ რაღაცა პრობლემები და არა დავაბრალოთ მუდმივად ვიღაცას. ხო, მესმის რომ რაღაცა არ გვაქვს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომ რაღაცა საკუთარ თავზე ამ დონეზე ვიზრუნოთ და მეტი საფიქრალი არ გქონდეს, რომ აბა ლამაზ ადგილას წავიდე და ლამაზ ადგილას ვირბინო და კომფორტი შევიქმნა და რაღაცა. ხო, მესმის რომ არ არის ეგეთი სიტუაცია, მაგრამ არ არის ფაქტია, ხო? და ამიტომ არ უნდა აყვე ამას და მაქსიმალურად უნდა აიღო შენს თავზე რომ მაქსიმალურად შეეცადო შენ თვითონ გაიუმჯობესო ის ცხოვრება რა თან ვარჯიში ფიზიკური აქტივობა გიუმჯობესებს ყველაფერს ხასიათს მენტალიტეტს რაღაცა სხვანაირად უყურებ მე ხო ყველაფერს და ჩვენ თვითონ თუ ჩვენ თავს დავაძალებთ მაგას მე ნაკლებად დავაბრალებთ რაღაცებს რა ხო ეხა მე თუ სახში ვზივარ ეგ თავისთავად ეგრეა ხო მე თუ სახში ვზივარ და იმას თონის პურებს ვჭამ და ნამცხრებს ვჭამ და ბურგერებს ვჭამ რაღაცა ვიღაცის ბრალი ნაკლებად არის რა რაღაცა ცოტა უნდა შენ თავს შენ თვითონ მიხედო ნაკლებად დააბრალო სხვებს და რაღაცა იქნება რა წინამთავრობას შემდეგი პოლიტიკური ევროკავშირი აპირებს რომ რილსების დაუსრულებელი სკროლა შეზღუდოს ხო ეგ მეც შემხვდა ხო და TikTok-ს, Facebook-ს, Instagram-ს მოუწოდებს კომპანიებს, რომლებიც ამ სოციალურ ქსელებს რომლებმაც ეს სოციალური შექმნეს, რომ რაღაცა მექანიზმები ჩადეთო, რომ ადამიანი რომ დაიწყებს სკოლას და არ ამთავრებს, რომ იქ რაღაცა მოხდესო. ნუ არ იყოს მიჯაჭვულიო რა ადამიანი. ალბათ 1000 სკროლვაში უნდა გაგეთიშოს. ვიღარ უნდა ასკრო. ხო, და რაღაცა დაიცადე 5 წუთი და მე გააგრძელიან რაღაცა რამე მექანიზმი შემუშავეთ. ისინი ძახენ რა გავაკეთო? აი რა მექანიზმი შემუშავო. რაღაცეებსო რა ხანდახან რომ შეიძლება შეხსენება რაღაცა ამოხდესო. მეტი რა ვქნათ და ისინი არ მაინტერესებს რა მექენით. აი ამ მიმოწერაში არიან. შენ ეთანხმები? სკროლა მოკლედ არის ერთ-ერთი დამოკიდებულება რა. საშინელი თან. და ადვილია რომ ადამიანი ისე ხდება დამოკიდებული ამაზე რომ ვერც აცნობიერებს რა როგორც სიგარეტაზე დასალევზე დრაგზე ესა ნარკოტიკებზე თამაშზე აზარტულ თამაშებზე ასევე თან ახლოს არის აზარტულ თამაშებთანაც მე საინტერესო ფაქტების ბლოგში რილსების შესახებ გვაქვს ფაქტები და იქ უფრო ცლად გავშლით ამას მაგრამ მოკლედ იწევს ადამიანების ფსიქიკაზე ცუდად მოქმედებს ხოდეშორის სადღაც წავიკითხე კიდე სიგარეტზე უფრო მავნებელიაო, ანუ ტვინისთვის რილსების სკროლა. ო, ეგ ძნელი შესაძლებელი არის რა. აი რა როგორ შეიძლება. ხო, ალბათ ეგ ხა ეს არის მორიგი რაღაცნაირი ის, მაგრამ ახლოს არის, ხო მოგეთხრეთ, ტვინი დაგიზიანდეს თუ ფილტვები რომელსაც აირჩევდი. ჯობია ტვინი, ალბათ ტვინზე რაც გირთყოს პირველ რიგში ყველაზე ცუდი ეგ არის. ხო? რა ვიცი, ესე ვერ ამოარჩევა ხარ. აი ესე რა ქონდეს, ფიზიკური ჯანმრთელობა თუ მენტალური ჯანმრთელობა, ჯერ ალბათ მენტალური ჯანმრთელობა არის. ხო და გააჩნია ფიზიკურს ახლა რაღაცა ღვიძლი თუ გული, აი რაღაცა ეგეთი ის არის რა, რაღაცნაირი. რომელი გირჩევია. არა, აი ნერვოზი ქონდეს, დეპრესიაში იყო და რაღაც სულ ცუდად იყო, თუ უბრალოდ რაღაცა ტკივილი გაწუხებდეს ფიზიკური. რომელსაც შეიძლება რაღაცა ან ოპერაციით ან რაღაცით ეგეთ მძიმე არის, მაგრამ ნუ ალბათ მე ასარჩევად რომ მქონდეს არჩევდი რომ მენტალურ ჯანმრთელობას პირველ ადგილზე დავაყენებდი. ხო. ხასიათს ნერვულ სისტემას. ხო და რა საიდან მოვედით? სკროლიდან. ხო, სკროლის აკრძალვაო და მოკლედ რაღაცა ქვეყნებში მიიღეს უკვე ის რომ ბავშვებს აიკრძალოთ თამაშოთ ქსელებზე. ო, ეგ კაია. ალბათ კარგია ეგ. მაგრამ უკვე ხსდასულ ადამიანს თავრობა დაუჯდეს და ამდენ ხანი ნუ სკროლავდა რაღაცები, ეგეც მეტი მგონია რა. თუ გამოასწორებს ბევრ რაღაცას. აი რა უნდა გამოასწოროს? არ ვიცი. მაგალითად, ჩემი ნერვები მიაქვს მაგას. კაფეში რო უკრავ ხოლმე, აი ბოლომდე აწეული, ესე რილსებს სკროლავენ და აი მე ვუკრავ და აქეთ პარალელურად მაგიდებზე ეს ტელეფონის ხმა ზოგი რილსი ყვირის ზოგი ის არის. ზოგან მუსიკა ღრიალებს, ზოგან ვიღაცა ლაპარაკობს. ეგ ხა ზრდილობის პრობლემაა. ჩემ ნერვებს რო უშველი შეგვიცი. ხო, რო საზოგადოებრივ ადგილას რო ხმა დაბლა უსმინო ტელეფონს და რილსებს, ხა ეგ ზრდილობის პრობლემაა რა. ხო და ამიტომ გამოიწერეთ მუსკულები. სადაც შეგიძლიათ ჩართოთ.
და უსმინოთ დიდი ხანი აქ არ სკროლო მიდის, არც კადრები არ იცვლება, არც არავინ. ხო, ყვირის. ერთი კამერა გვაქვს გაჭირებული. ერთი კამერა არის, წყნარად ნერვებს დაიმშვიდებთ. ამიტომ არ დაგავიწყოთ გამოწერა. ხო და სხვადასხვა ამას რომ ამბობთ ხოლმე რომ გამოიწერეთ და ლაიქეთ და რაღაცა ეს არ არის რაღაცა ახირება. ანუ რეალურად ეს მართლა მოქმედებს არხზე. რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს რა ვთქვი? რაც უფრო მეტი გამომწერი ყავს, მე მით უფრო აქტიურად ინტერესდებიან სპონსორებიც, მე YouTube-ის ალგორითმიც მეტად აჩვენებს ვიდეოს და ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ, თან თქვენი არაფერი არ მიდის. ხო, უფასოა. ერთი დაკლიკება. მაინც notification-ი, ანუ შეტყობინება გაწუხებთ, რომ დაიდო რაღაცა, შეგიძლიათ ზარი გამორთოთ და არ მოგივათ ხოლმე ეგ შეტყობინება და როცა მოგინდებათ, მაშინ შეხვალთ და ნახავთ და ანუ თქვენგან არაფერი არ მიდის და ჩვენ ძალიან გვეხმარებით ამ. კი ბატონო. თან რასაც უყურებთ ახლა რეგულარულად რამდენ ნახვას ვაგროვებთ, რაღაცა 2000-2500 არის ხოლმე, ხო? ხო. ეგ საერთოდ ზოგადი სცენი არის, რა მარტო ქართული კი არა, აი საერთოდ YouTube-ზე. აი დიდი სხვა უცხოური პოდკასტებიც, რომელსაც მილიონობით მსმენელი ყავს, ისინიც მაგას ჩივიან, რომ გამომწერები, ან რეგულარული მაყურებლებიდან მხოლოდ 50% აქვს გამოწერილი, ზოგი 40, 45, 50, აი აქ მერყეობს რა. სხვადასხვა რამდენჯერაც მე მიკითხავს რა, რომ აი რატო არ იწერ სიტყვაზე? მე არ მაქვს გამოწერილი, აი ახლობელიც მეგობარიც მოგევნება და პასუხი არის, მე არ ვიწერ არაფერს. ანუ ვუყურებ, მაგრამ აი არ ვიწერ. ხო და აი ვერ ხვდები რატო და რო ეკითხები რატო? აი ხრებს იჩეჩავს და თუ აი რავი არის და არ გაქვს რაღაცა პრინციპული მიზეზი რატომაც არ იწერთ, გამოიწერეთ რა. ხო, თუ მოიხმარ იმ პროდუქტს. ხო, აქტიურად. მოკლედ აუცე. რო არ ვიჩხუბოთ ახლა მაყურებლებს. არა, არ ვჩხუბობ, თხოვნით მე. ხო, მოკლედ. ისეთი კაშოჩარი გამოიწერეთ. რაჯობია გძელ ქრონომეტრაჟიანი ფორმატის ვიდეოებს. და საერთოდ ხო. რაღაც ამბობდი? ურთიერთობებსაც გააუმჯობესებ ჩემი აზრით. აი ხშირად გადავეკიდე ამ კაფეს, მაგრამ იქ მიწევს დაკვირვება ხალხს, მინდა არ მინდა ხრო უკრავ ვაკვირდები ხალხს და აი წყვილები შემოდიან ხოლმე და ეს ხდებიან და სანამ საჭმელი მოვა სკროლავენ და ხშირ შემთხვევაში საკვებიც რომ მოდის ცალხელში ტელეფონი უჭირავთ ხოლმე და ცალხელით მიირთმევენ. ანუ ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. ეგ ის არის რა ვოლი იში რო არის. მოთხოვში გახსოვს ეს შუქანი მოსახლეობა რო ზის და ეს წინ რო ეკრანი აქვს ჩამოკიდებული რაღაცებს რო უყურებენ, იგივე არის. ხო. ჩამოკიდებული არის, რომ დღეში გვიჭირავს. ხო, რაღაცა აი ჩავწონიანოს პრობლემა გვაქვს. Black Mirror-ის ეპიზოდში მგონია ხოლმე, მორიგ ეპიზოდში თავი. რაღაცნაირი დეპრესიული ისინი გვაქვს. ეხლა ნახე შემდეგი. ალიმენტის გადაუხდელობის გამო ბრალდებული მამაკაცი პოლიციას საწოლის ქვეშ დაემატა. ეს მოხდა პოლონეთში მოხდა. ხო, მეგონი პოლონეთი იყო. და გაუღეს ოჯახის წევრებმა პოლიციას მობრძანა თუ არ არის ვაქო და ის იმალებოდა საწოლის ქვეშ და იმათი ძაღლი იდგა საწოლის ქვეშ და გმუტავდა უყურებდა ამათ და მასე მიხვდა პოლიცია და აი ძაღლმა გამოათრია. ძაღლმა კი არ გამოათრია, ჩაუშვა საკუთარმა ძაღლმა. პოლიციელებმა მიაქცია და ეს რაღაცას გმუტავს იქ. ხო, არა, თავისივე ძაღლი. მე მგონი ძაღლმა ვეწერა და მეგონი თავისივე იყო და ხო, ჩაუშვა და გამოათრიეს და და ხო დააკავეს. ხო არც ვინ იყო ეს კაცი, რა პროფესიის იყო? არა, ნუშები მაგას. განტელისგან ბოლო ის არის შემორჩენილი მაზოლი და მეც მაქვს. პროფესია სამშობლოა. მაინტერესებს რა უჭირდა საიმისო რომ ალიმენტს არ იხდიდა. ასტროლინგვისტი იყო. კარგი ხარ. ასტროლინგვისტი იყო და არ ქონდა ისეთ სამსახური, ხა ასტროლინგვისტი გადავხდეს ხელფას და პოლონეთში შეიძლება ძალიან დიდი ხელფასები აქვს და ასტროლინგვისტებს. ასტროლინგვისტიკის ინდუსტრია არ არის ესეთი განვითარებული, რომ მაგარი ხელფასები იყოს. ხო და რა იცი ახლა? იცი რა არის ასტროლინგვისტიკა? კი, სხვათა შორის.
ასტროლინგვისტიკა არის იმ შემთხვევაში თუ უცხო პლანეტელებთან მოგვიწევს კომუნიკაცია. უცხო პლანეტებთან თუ დაგირეკა, ტელეფონს რო აიღებ. ანუ ეს უნდა იცოდე როგორ დაამყარო კომუნიკაცია უცხო პლანეტელებთან მოკლედ. აი ფილმი რო არის ჩამოსვლა. Arrival. აი იქ რასაც აკეთებს ემი ადამსი. ემი ადამსი იქ რასაც აკეთებს კი არა. ხო, თვითონ იქ ხო ფილოლოგია, ხო? ხო. და ასტროლინგვისტი რო ყოფილიყო, უკეთესად შეძლებდა. ანუ იქ არის ცდილობს უცხო პლანეტელებთან რამე ენაზე ისინი რაღაცნაირი ხო, რაღაცა იეროგლიფებით. ხო, გავუგოთ უცხო პლანეტ. ანუ ასტროლინგვისტიკა მე როგორც გავიგე არის, სწავლობს ყველა ენაში, კაცობრიობის ენებში რაღაცა საერთოები, რაღაც საერთო პრინციპები. ხო. რომელიც შეიძლება გამოგადგეს კოსმოსურ მასშტაბზეც იგივე პრინციპები იყოს რა. ანუ ჩვენ თუ გვეცოდინება სხვადასხვა ხალხის ენები რა პრინციპზე შეიქმნა საერთო პრინციპებს თუ იპოვით უფრო ადვილია მივხვდეთ რა პრინციპები მოქმედებს კომუნიკაციაში მე ასე გავიგე ასტროლინგვისტიკა ხო და ეს ხო მოკლედ ხო სწორად თქვენ ხო მაგისთვის არის და ასტროარქეოლოგია შესაბამისად სხვა პლანეტებზე მაწარმოებს გათხრებს ხო და მან დაი ორი რაღაცა ასტროარქეოლოგია და არქეოასტრონომია როგორ? ხო არის ასტროარქეოლოგია და არის არქეოასტრონომია გათხრების შედეგად ანუ ის იქნება ალბათ გათხრების შედეგად მოკლედ ერთი სწავლობს ძველ იმას რა ქვია ანუ ისტორიაში ხო და არქეოლოგიაში რაც ნაპოვნი ასტროარქეოლოგია არის ეგ? ხო, არ ვიცი რომელი აღარ მახსოვს, მაგრამ მოკლედ ძველი ადამიანები, ძველი ცივილიზაციები, ძველი ცივილიზაციებმა რა იცოდნენ კოსმოსის შესახებ. და რაღაცა ძველი ნაგებობები რო არის და პირამიდები, რომელშიც რაღაც გათვლილი არის. ძალიან ისე ხსნი გლეხურად ეხა, მაგრამ სადაც გათვალისწინებული ქონდათ ეს კოსმოსური მონაცემები და მოვლენები და როგორ აკვირდებოდნენ ვარსკვლავებს და ის მათ ცხოვრებაზე როგორ აისახებოდა, აი ამას სწავლობს. და მეორე არისო სწავლობსო სხვა პლანეტებზეო რაღაცა არტეფაქტებს თუ აღმოაჩენა რაღაცა ეგ როგორ უნდა ისწავლოს არაფერი აღმოჩენილი არ არის და ვერც იქ მიდიხარ და ერთი მეორე სწავლობს ამას რა აბა აი მაიასტომებმა რა იცოდნენ ძველ ეგვიპტელებმა რა იცოდნენ საინტერესო იქნება მაგრამ ესე ხანგრძლივ პერსპექტივაში albათ გამოუყენებელი ხო და აი ამ კაცს მაგპროფესიის რო ყო აღარ ქონდა და პროფესია ნახე ილო მომწერა ბეროშვილმა. შენ პოდკასტში ხო იყო? საილო რო ურჩიეთ სერიალი. ხო. ეხლა მწერს რომ მეხუთე სერიაზე ვარ და ოჯახი წუხსო, რომ ესა ძალიან ჩამithრიაო და. ოჯახი წუხს რომ გასული ვარ მომსახურებისანიდან. კი, ეგეთ სერიალია მართლა საილო ვისაც არ გაქვთ ნახე. ნახეთ. ჩვენ ძალიან მოგვეწონა და აგერ ილოც ჩავითრიეთ. კი. ეს მესიჯობა დაიწყე. ხარჯერა. იმიტომ გავხსენი და სინ დაეწერა და ხო იცი სინ რო დაეწერება მე ეს არის. ხო და პოდკასტის მიმდინარეობის დროს რატო გახსნი მესიჯებს? ეს ნიშნავს არს ველოდებით და მაგითო ისე ბაქ რა ქვია არ მაქვს გამორთული. როდის გამოვა მესამე სეზონი ხო გვინახავს? მე მგონი ზაფხულში გამოდის. ნახო, საილო season 3 release date და მესამე და მეოთხე გამოდის ერთად მე მგონი თუ არ ვცდები. საილო. მე ვილაპარაკებ. ოდესღაც 2026-ში ესმება სხვა Google-მა. მართლა? კი. კარგი ხარ თქო. რო ასე რომ ილო, შენც რო დაელოდები რომ თუ უყურებ ამას იცოდე და ოდესღაც 3 წელს გამოვა. სამაგიეროდ ზუსტად ვიცით რომ House of Dragon-ის მესამე სეზონი გამოდის ივნისში. და ძალიან ველოდები, იმიტომ რომ პირდაპირ ომით იწყება. ხო, მაგრამ მარტინმა ხო თქვა რომ მე ისაო, საერთოდ არ მიჯერებენ რომ თავის ჭკუაზე დაწერა სცენარი ან თელის. თვით მაგას ხო რასაც უჯერებენ ხო რას ამბობ, ისეთი გამოვიდა რომ. მაგრამ ჩვენ ვართ იმ ბანაკში რა. ვისაც Night of the Seven Kingdoms არ მოეწონა ორბილად რო ვთქვათ. ხო, და არ სწორად თუ ვიტყვით ძალიან არ მოეწონა. ხო, არ ჩაგუქოლოთ რა, რაღაცნაირი ხო შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს და არ მომეწონოს, იმიტომ რომ რაღაც ძალიან აგრესიული ფანები გამოუჩნდნენ რა. კი, და ჩემი აზრით დებილობა. ხო და არა, თან სასაცილო რა არის, იცი? მე პირადად ყველაფერი მაგ სერიალის გარდა.
მაგ სერიალში რა იუმორიც არის. ვინმეს რო ვეკითხები, ან კომენტარებსაც რო ვკითხულობ, რომ ვიღაცამ დაუსვა მეორე ადამიანს კითხვა, რომ რატომ მოგეწონა, რა მოგეწონა ამ სერიალში. და პასუხი როგორია, იცი კი არ უხსნის თავის აზრს, რა მოეწონა და მასზე რა მიმოქმედა. 10 აქვს რეიტინგი, 9 აქვს ამ სერიას. ჯორჯ მარტინი გაგიჟებულია ისე მოსწონს და შენ რა არ მოგწონს? აი, პასუხი არის ეს რა. ანუ რახან 9 აქვს და 10 აქვს, ხო არ შეიძლება რომ აუცილებლად ყველას უნდა მოსწონდეს. და რა ვიცი. სამწნაური რა საფიქრი გავშივატეს მითხული რა. არა, იმაზე რა, ანუ აი რამდენიერ არ ვცადე რომ აი სხვა თვალით შემეხედა რომ აი რა შეიძლება აქ მოგწონდეს. მაგრამ არ ვიცი ხო აი რაღაცნაირი თან აი რამდენჯერაც ცოტა ეხ ბოლო სერიას რო უყურეთ ეს სპიჩი რო ჰქონდა ომის წინ. ბოლო თუ მეოთხე სერია იყო. მეოთხე იყო. მეოთხე სერიაში იყო მე მგონი სანამ ეს დაიწყებოდა. არა უკვე ის არის იქ დგას და მე-6 კაცი რო აკლიათ თუ მე-7. ხო რამშობლად რომ სერია. და გამოდის ესეთი ემოციური სიტყვა აქვს და რაღაცა აი ჩავერთე თითქოს რომ აი უკვე რო იწყებ რომ უგულშემატკივრო რა ესეთი ემოციური და ძალიან რაღაცნაირი ამაღელვებელი მომენტი იყო და ცოტა მუსიკაც რაღაცა ესეთი დაიძაბა რომ აი სიკვდილის სიცოცხლის საკითხია და უცებ დგება ერთი ადამიანი რომ ელოდები რომ მე სპოილერია ხო დაემატოს ანუ ეს მე ერთი ადამიანი ვინც ჭირდება ამ ბრძოლისთვის და დგება და ხო ყველას გონია რომ იტყვის რომ მე ვიქნები დაგემატებით ვინც გადაგარჩენთ და ძალიან ხმაზე აკუებს აი ეს იყო სასაცილო უნდა ყოფილიყო ანუ ასე გაეღადავა ის ამას და ხალხი ცინის და ხო და აი არ ვიცი ხა ესეთი რაღაცნაირი ტრეში იცი არის ანუ ნებისმიერ რაღაც შეიძლება სასაცილო იყოს. ბუდიში აი ის მომეწონა ძალიან შე რო ჯემინის კითხე რომ მითხარიო ესო რა რითი შეიძლება მოწონებოდა ან არ მოწონებოდა მოკლედ რაღაცა განხილვა რო თხოვე რა. ბოლოს ჯემინის მიბოდექი რომ შენ მაინც მითხარი რა ხდება რატომ მოწონს ასე ძალიან ხალ შეიძლება ოდნავ მოგეწონს თქვა რომ ისი ამონე მაგრამ არა მაგარი იყო ეს არ მესმის. და ხო რო გეჩხუბებიან თან რატო არ მოგწონს და ძალიან მომეწონა ის რაც კითხრა რა რომ აი ძალიან ესეთიო მაღალ რესტორანზე მაღალი დონის რესტორანში რო შეხვალო და ჰოთ-დოგს რომ მოგიტანენო აი ძალიან გემრიელ ჰოთ-დოგს ხო მაგრამ აი მაინც ჰოთ-დოგი არის რა მაშინ რო შედიხარ მაღალი დონის რესტორანში ჯემინის ვკითხე რომ შენ რო კინოკრიტიკოსი იყო როგორ შეფასებას დაუწერდი თქო და ეს თქვა ახლობით რომ 7 და 5 მიცა რეიტინგი 10-დან მე ეგეც მაგარი მგონია მაგრამ აი თუნდაც ის რა ჰაერის გაფუჭებაზე იუმორიც ბევრჯერ მინახავს ფილმში, კარგ კომედიებში ძალიან სასაცილო დროს და სასაცილო კონტექსტით გაკეთებული. ხო. აი ბევრჯერ. აი ლუის კეის, ლუის სერიალშიც გვინახავს და ყველგან და რავი იუმორის მამებსაც გამოუყენებიათ ეგ, მაგრამ სწორი ფორმა ჭირდება რა, უბრალოდ გაგვეცინოს იმიტომ რომ რაღაცა ჰაერი გააფუჭა. ხო, აი კონტექსტიდან ამოგრეჯილი მარტო მეტი ხო, აი თან მე რო ჩაოლებრად გრძელდება თან ანუ ეს ხომ მოხდა აი Game of Thrones-ში გაცილებით მაღალი დონის იუმორი ან ბევრად სასაცილო არის და გაცილებით მაღალი დონის იუმორია ან იქ ხო აქ ხო ცადესო უფრო სასაცილო ყოფილიყო ხო ის ბევრად სასაცილოა კი აი იქ რაღაცა ესეთი ტონკი ქართულად როგორ იქნება ესეთი დახვეწილი დახვეწილიც არა, მაგრამ ნუ ალბათ ყველაზე ახლოს დახვეწილია. დახვეწილი იუმორი. აი ეგეთი იუმორი მაგათად ჯოფრის ქორწილი რო არის და ვარისი ოზის და ეს პატარა ადამიანის სწორი ტერმინი რომელი არის. ეს რო გამოდიან და ჩაქუჩით რაღაცა რომ მოხდა თავში რო ხდება ამას. აი რაღაცა არის სამწამიანი კადრი არის. ხო რა არის, იქაც მელოთ თავში მოხდა რაღაც ჩაქუჩი. მაგრამ იქ კონტექსტი არის რომ იცი ვარისი ვინ არის იქ რა სიტუაცია არის და ყველაფრის ფონზე რომ ეს ხდება ეგ არის სადაც ხო და იმის სახე და რეაქცია ოდნავ შეწუხდება მაგრამ არ იმჩნევს და რაღაცები და აქ არის აი ეს უბრალოდ რაღაცნაირად ხო მოკლედ საშინელი სერიალი ნახოთ რამდენი გამომწერი მოგვაკლდება ხო და ნუ ყველა ეპიზოდის დადების მერე რაღაც რაოდენობა გამომწერები გვაკლდება და რაღაც გვევატება იმიტომ რომ სულ ხო რაღაცას ვესხმით თავს კი რაღაცა წინაზე იყო ვალენტინობას და რაღაცებს დავესხი თავს იმის წინ
gender reveal parties და ეგეთ ტრადიციებს და დაიდება ხომ 1-3-4 კაცი გავა ახლები შემოვლი. ხო, მაგრამ მე რა მიკურს ხოლმე, იცი? ნახოთ რამდენი ამ სერიალის ფანი ვიყურებ. ზოგადად ძალიან დიდი პრობლემა აქვს ადამიანს განსხვავებული აზრის მიღების რა. აი, ესეც ახლა მე რო არ მომწონს ეს სერიალი. და ვიღაცას ძალიან მოსწონს. აი, რატომ უნდა დამესხა თავს და რატომ უნდა გამლანძღო იმის გამო რომ არ მომეწონა. თუ რაღაცის ახსნა გინდა, მაინც შენი აზრი მითხარი. ის აზრი არა ოღონდ რომ იქ IMDb-ზე 10 აქვს და მაგიტომ უნდა მომწონდეს. შენ რატომ მოგწონს რა? თუ კამათი გინდა მაინც და მაინც. თუ არა და რავი, აი ხო, არ მოგწონს და მე მომწონს და დამთავრდა რა. მაგაზე ძალიან კარგი სკეჩი აქვს, იმას რა ქვია, Key and Peele ესეთი კომედი დუო არსებობდა. რომელსაც ძალიან მაღალი სკეჩ იუმორი ვისაც უყვარს, შანსი არ იცოდეს, ან რაღაცა მიმი არ გქონდეთ ნანახი ან გიფი ამ ორი ადამიანის ესა Jordan Peele არის ახლა უკვე ცნობილი რეჟისორია, Get Out-ის და რაღაცების რეჟისორი და მოკლედ სკეჩ კომედია ჰქონდათ, უმაგრესი სკეჩები ჰქონდათ და ერთ-ერთი სკეჩი არის მაგაზე რომ ერთი ადამიანი რაღაც განსხვავებას ამ ფილმზე და მეორე ადამიანი აკრიტიკებს და სხვებს აცინებს ამაზე, მაგრამ ის რო ეკითხება რომ აი კონკრეტულად მითხარი რა, სად თქვი არასწორი, კონკრეტული არგუმენტი მითხარი და მოკლედ მაგაზე აგებულია ძალიან კაი სკეჩი. აღწერაში დავლინკავ მაგ სკეჩს და ძალიან ხშირად ფილმზე და ესეთ რაღაც ძალიან ხშირად კამათი გეცახეს იღებს ხოლმე რა. ძალიან ცხოვრებისეული სკეჩი არის. კი, ყველა სხვათა შორის. კი. და ეგეთი იუმორი რაც Night of the Seven Kingdoms-ში წადეს. ხო. Key and Peele ნახეთ როგორ უნდა გაკეთება Key and Peele-ში. სინამდვილეში, კარგად. არა, ეგეთი იუმორი გავრცელებულია ახლა პირველი არ არის ეს. ხო, არა, ეგ ჟანრი კარგად როგორ უნდა გააკეთო. ხო, ახლა მაგათად ის რა ქვია, შიშველი არ არის, გოლი პისტოლეტი, რომელიც ითვლება ყველაზე ისეთ. იქაც კი კარგად არის და დასაწყის სერიებში ახალიაც გამოვიდა კატასტროფა. კონტექსტიდან არ უნდა იყოს ამოვარდნილი არაფერი რა. რავი, ახლა დამბერიც რაღაცა დახვეწილი იუმორით არ გამოირჩევა, მაგრამ აი, სწორი პერსონაჟი აკეთებს სწორ დროს და ასე შემდეგ. ესე მარტივი არ არის იუმორის კეთება, მოდი ახლა მან გააკუოს და სადაც იქნება, ეგრე არ ხდება. ხო, არ ვიცი მოკლედ. მაგრამ ახლა ვისაც მოსწონს. რას ვიზამთ? ხო. დამთავრდა ნიუსები? არა, ერთი არის კიდე. რა? რაღაც ინებს. რაღაცა ბევრია, ბევრთან ბევრს ლაპარაკობთ. მოსაწყენი გახდა? არა, შენთან საუბარი არასდროს არის მოსაწყენი. ხო, და ერთი არის, ეხლა ვიდეოც მინდა გაჩვენო რა. ტრამპმა რონალდოს მოუწოდა. ხო. ჩამოდიო ამერიკაში აქ თამაში ფეხბურთია, შენ ხარ სოფლიოში საუკეთესო და შენ ამერიკაში უნდა თამაშობდეო. ამ დროს მესი ამერიკაში თამაშობს უკვე. მესი ესე იდგა ხო ის პაკისტანელი თუ ინდოელი კაცი რო არის, ეგეთ სახით უყურებდა ალბათ. და მე თავის Twitter-ზე თუ სადაც სოციალურ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეო ტრამპმა, რომ თვითონ და რონალდო როგორ თამაშობენ ფეხბურთს ოვალურ ოფისში. ამაზე არასერიოზული კაცი მე არ არის და ამიტომ ამერიკის პრეზიდენტი კი არა, ასეთი არასერიოზული კაცი. აი ფერს არ ვიცნობ. აი ახაც ახლა ამოვანათებ ვიდეოს, აი ეს არის ვიდეო. აი ეს დადო თვითონ. ნორმალურია ხა ის ნახე. ეს თვითონ თავის ოფიციალურ გვერდზე უდევს? კი. ვაიმე. ბიჭო. დებილური ბო. ვიცი გზელდება? არა, იგივეა. რა დებილური ბურთია და. ხო, აი წარმოიდგინე რა. დასასრული. რონალდო რო ხარ და მაგას რო უყურე. შეიძლება დაიდო. პასუხი არ გაუწია ჯერ? არ ვიცი, ხო. მანამდე ჩასული ყოფილა და რაღაც არაბულ დელეგაციასთან ერთად. მოკლედ ეს კეთდება იმის ეგიდით. 2026-ში უნდა იყოს მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკა, მექსიკა, კანადა, მე მგონი, ხო? სამ ქვეყანაშია თუ რაღაც. ამერიკაშიც არის მოკლედ და მაგის პოპულარიზაციისთვის გაკეთდა ალბათ, მაგრამ ნუ ასეთი ფორმით და აი ტრამპი ხო აი ტრამპზე ამბივალენტური ფიგურა. ეს სიტყვა მომადგა ძალიან მინდა და მეხმარა, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე. აი ხანდახან ხო არის რომ ეს პირველ რა დეგენერატია და აი როგორ იქცევა ამერიკის პრეზიდენტი.
ხანდახან არის ესეც სასაცილო რაღაცებს. რა იყო აფი? ანსა ტრამპზე არ გვეთანხმება. შეწუხდა. მეძინაო რას იცინითო. მოდი. არ უნდა მოგისთვის არ მოსულა. გამორჩა. მორჩა ნიუსები? ხო. გადავიდეთ საინტერესო ფაქტებზე, თუ დღის თემა. საინტერესო ფაქტები მივაყაროთ, მაგრამ. მივაყაროთ. დღის თემაც ისეთი გვაქვს ნეგატიური რაღაცებს კიდე უნდა დავცხოთ და. ხო, ექიმებს ვაპირებთ რომ დავესხათ თავს. საინტერესო ფაქტები, ბარემ, საინტერესო ფაქტები გვაქვს სკროლაზე. და წინა პოდკასტში რომ დავაანონსეთ, რომ ექიმებს დავესხოთ. მოიმზადეთ. გარზეთ მე ექიმა რო აღარ მიგვიყოს რამე რომ დაგჭირდეს მე სად მივდივართ. ფაქტები სკროლაზე. ხო. TikTok-ის ტვინი, ეგეთი ის არსებობს უკვე TikTok brain რა, ფენომენი. გადახტა ქვია. TikTok-ის ტვინი რა, ესეთი რაღაცაა, რომ 15-დან, ანუ ყურადღების ფრაგმენტაციას იწვევს, რა არის ყურადღების ფრაგმენტაცია, რომ ადამიანს, რომელიც ძალიან დიდი დოზით მოიხმარს, დიდი ხანია TikTok-ს, Instagram-ს, იმას Reels-ებს, მართება ტვინის ყურადღების ფრაგმენტაცია. 15-დან 90 წამამდე ხანგრძლივობის სწრაფი ვიდეოების ხშირი მოხმარება დაკავშირებულია ფენომენთან, რომელსაც კვლევარები ყურადღების ფრაგმენტაციას უწოდებენ. კონტექსტის მუდმივი ცვლილება, როცა წამებში კულინარიული რჩევიდან ტრაგიკულ ამბებზე, შემდეგ ისაც უკვე ტრენდებზე გადადიხარ, ზუსტად ეგ არის სკროლა. ვიღაც როგორ აკეთებს დესერტს, მე რაღაცა დებილურად ცეკვავს, აი რა, ვეცხრებ. ტვინის პრეფრონტალური ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია ყურადღებაზე და ფოკუსირებაზე, ფაქტობრივად გადაეჩვევა ღრმა და ხანგრძლივ კონცენტრაციას. ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ გრძელვადიანი დავალებები, მაგალითად, წიგნის წაკითხვა, სრულმეტრაჟიანი ფილმის ყურება, პოდკასტის მოსმენა და ასე შემდეგ, უფრო დამღლელი და მოსაწყენი გეჩვენება. ანუ რაც უფრო იმას ეჩვევი, მე ასეთ რაღაცებს ვეღარ უყურებ. თავისთავად. ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მუსკულებს უყურეთ ხოლმე, რომ ტვინი ისევ ყურადღების ფრაგმენტაციიდან დეფრაგმენტაციაზე წავიდეს და იმასაც არ გადაეჩვიო რა, გრძელვადიანი კონტენტის ყურებას, იმიტომ რომ ახალ ამბავს და ინფორმაციას 90 წამში ვერ გაიგებ. ხო. რაღაც ეხა ხუმრობ ჩვენ პოდკასტზე, მაგრამ ძალიან ბევრი საინტერესო პოდკასტი არსებობს, დოკუმენტური ფილმი, სადაც შეიძლება განათლება მიიღო. რაღაცა მეცნიერი როცა ლაპარაკობს, ან რაღაცა ვარჯიში იქნება, ისტორიკობა იქნება, ფიზიკა იქნება, ასტრონომია იქნება, ფაუნა, ფლორა. ასე შემდეგ არის რა, ძალიან ბევრი საინტერესო, რაც უკვე მილიონობით პოდკასტი და ეპიზოდი არსებობს, სადაც დაჟდეთ და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოისმენ. რაღაც პოლიტიკური განხილვები იქნება, აუდიო წიგნი იქნება, საინტერესო ფილმი, წიგნის წაკითხოს თავი დაანებო. ამიტომ ეს მაგრა იმაშვება ტვინს რა. აჩლუნგებს. უმეტეს შემთხვევაში. ამიტომა ევროპაშიც რომ ამაზე დარდობენ, რომ ამე ვიღონოთო. თან აი უმეტეს შემთხვევაში ეს short ვიდეოები არც მომცემი არ არის ხოლმე რა, ეს ინფორმატიულობის თვალსაზრისით, აი ყოფილა რამე ისეთი, რომ შეიძლება იშვიათად იყოს, მაგრამ აი მარსაც უფრო როგორ იცი, რომ აი short video რო გეუბნება რაღაცას, რომ აი ამას უკეთესად მოისმენ იქ გადადი და აი ამაზე ვილაპარაკეთ ან რაღაცა, თორე ეს მოვისმინე და მე რაღაცა იშვიათად რა. მე ერთადერთი უფრო აი სასაცილო თუ იქნება ხო, ან რაღაც სპორტული მონაკვეთი, რაღაცა ჩატენა, ან გოლი გაიტანა, ან მაგარი ნოკაუტი, ან რაღაცა ნახე. ოკეი, კაი, ერთ წუთში შეიძლება ჩაეტიოს, ან სასაცილო კურიოზების, სასაცილო იმების სკროლა მიყვარს. მე ხა ჩემი ფიდი, მაგალითად, გაივსო ვარჯიშის ვიდეოებით და შტანგებით. ხო, შტანგებით. მაგრამ კიდევ ერთ დავამოღამე, ისა პატარა რეცეპტები რა. აი ეს ჯანსაღი, დაბალკალორიული რაღაცა. ერთი უცხოელის გვერდი მაქვს გამოწერილი და იმას უდევს ხოლმე, აი რაღაც 2 წუთიანი rilsები აქვს. და იმ 2 წუთიანში ისეთი კაი რაღაცა პატარა რეცეპტები არის ხოლმე. ეხლა აი ეგეთი თუ არ არის რაღაცა, უმეტეს შემთხვევაში არის არაფრის მომცემი რა. ხო და ეგ 2 წუთიანებიც უკვე ეგეთი დეფრაგმენტირებული ყურადღების მქონე ადამიანებისთვის უკვე დიდი არის. დიდია, ხო, იმიტომ რომ მაგაზეც არის შემდეგი ფაქტი რა. ისა სტატისტიკაც აჩვენებს ხოლმე, რომ rilsების საშუალო ნახვა 7 წამი არის. არა, 3 წამიანი ბარიერი არის, რაც არსებობს rilsოლოგიაში. ხო, მაგრამ ჩემს ასაკობ, ანუ 7 ბევრია ეს. rilsოლოგია ვინმეს უხსენებია? ეხა მოვიფიქრე. როგორ მოგაქცია ყურადღება. 3 წამიანი გადარჩენის ბარიერი. rilsოლოგი იქნები შენ? rilsოლოგი. ახალი პროფესია. ასტროrilsოლოგია.
მომხმარებლები როგორ იყენებენ Reels-ებს. კონტენტის შექმნელებისთვის Reels-ის ალგორითმი ყველაზე სასტიკი რეალობა სამწამიანი ჰუკია. ჰუკი ანუ ესეთი კაუჭი და კონტენტის შექმნის პროფესიაში ნიშნავს იმას რა, რომ როგორ დააინტერესო მაყურებელი პირველივე წამებზე რა. 2025 და 2026 წლების მონაცემები მიუთითებს, რომ მაყურებელთა 50%-მდე ვიდეოს ყურებას პირველივე 3 წამში წყვეტს. ხო. ალგორითმი ამ შენარჩუნების მაჩვენებელს მთავარ სიგნალად იყენებს. თუ ვიდეოს არ შეუძლია ავტორის ნახევარი მაინც შეაჩეროს მინიმუმ 3 წამით, ის მალევე იკარგება. ანუ ალგორითმი თვლის, რომ 3 წამში თუ ვიღაცამ გადართო, ესე იგი ცუდი ვიდეო არის. რა, ანუ და აღის მისი გავრცელება და რაღაცა. სწორედ ამიტომ ხედავთ ხშირად ვიდეოს დასაწყისშივე დინამიკურ მოძრაობას ან ტექსტურ ჰუკებს. და მე უკვე კონტენტის შექმნელებიც იძულებულები არიან, რომ პირველ 3 წამში რაღაცა იყვირონ და არ გადართო და რაღაცა ის სიგიჟი აკეთონ, რომ შენ კიდე ცოტა ხნით მეტი დარჩე ვიდეოზე, რომ ალგორითმა ის ვიდეო არ ჩამარხოს. და აი რაღაცა ესეთ ზვავივით აგორდა ეს რაღაც ისტერიკა და ერთი მეორეზე მეშვება და ფუდაფუცუდ გავლენას ვახდენთ. ანუ ისინი ტვინზე და ჩვენ შემქმნელებზე რომ არ ვაცლით რომ წესიერად ვიდეო გააკეთონ და აგვიხსნან რა უნდათ და ისინი იძულებულები არიან ესეთი გიჟური ვიდეოები აკეთონ და ამით ჩვენი გლპება და აი რაღაც მოურებში ვართ მოჯადოებულ წრეში. იცი რა ეხლა არ დავასახელებ რა თქმა უნდა რომელ არხებზე არის ლაპარაკი, მაგრამ ძალიან ბევრ გამომწერიან არხები რაც ჩამირთავს და მინახავს როგორ ვიდეოებს აკეთებენ, მე ვერ ვუყურე მაგალითად, ზუსტად მაგის გამო. აი ეს უცებ რაღაცა კადრების ცვლილება, აი ერთწამიანი უცებ რაღაცა ამონათდება, ანუ რაღაცა კაზინოს ეფექტი არის რა, ვიცი, როგორ ავხსნა ვერ ხვდები, აი რაღაც 3 წუთში ძალიან დავიღალე. კარგია რომ კაზინო ახსენა შემდეგი ფაქტი. შიც მეგონი, შემთხვევითი არ არის. კარგი. ხო, ეგ YouTube-ზე შემოვიდა Mr Beast-ის სტილის ვიდეოები რაც არის, იქაც 2 წამი არ ჩერდება ერთი კადრი. რაღაც უნდა მოხდეს მონტაჟურად ამოხდეს, გრაფიკა გადავიდეს კადრი, ვიღაცამ დაიყვიროს. ძალიან დავარდა და წარმოიდგინე, ანუ ვიღაცებისთვის ეს ნორმა არის. ანუ ვიღაცები ვინც ესეთ ვიდეოებს უყურებენ, იმათთვის არის ნორმა, ისინი ჩვეულებრივ ვიდეოთ აღიქვამენ, ანუ იმათი ტვინი როგორი მიჩვეულია ასეთ იმპულსებს რა, ასეთ ზედმეტ სტიმულირებას. უბრალოდ ხარ დავბერდით. არა მგონია. თან მით უმეტეს ესეთ ვიდეოები წარმოიდგინე ბავშვის ტვინს რას უშვება. ხო. ანუ როგორ სტიმულაციას უწევს, აი აგიჟებს რა, აი ბოლომდე რა უწიო რაღაცას და ბოლომდე ჩართო ამოილო, აი ეს არის ბავშვის ტვინიც რელსებს უყურებს. ჯერსაც რა თქმა უნდა ბავშვი კიდე აღხსნება და ეს ისედაც აქტიურია და ისედაც ის არის ისედაც გაგიჟებული. არ ვიცი რა იქნება მოკლედ. და დოფამინური მოლოდინის ციკლი, კიდე ესეთი მესამე ფაქტი არის. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რასაც სლოტები და კაზინო იყენებს. აი სლოტებში რო ტრიალებს და შემდეგი დატრიალება. ზუსტად ამ პრინციპზე აგებული რილსებიც რა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ დოფამინი მხოლოდ სასაცილო კლიპის ყურებით გამოწვეულ სიამოვნებას არ უკავშირდება. ანუ დოფამინი მაშინ კი არ გამოიყოფა, რომ კაი კლიპი ვიდეო ნახე და კარგი ემოცია მოგიტანა და დოფამინი გამოიყო. ის პირველ რიგში სურვილსა და ძიებაზეა პასუხისმგებელი. ანუ რო ელოდები, რომ რაღაცა კაი უნდა მოხდეს, ეს უკვე დოფამინს იწვევს რა. ხო. და აი ამ მოლოდინზე არის აგებული შემდეგი რილსი, აბა შემდეგი რა იქნება რა. და რო არ არის მე ისა? ნუ ერთხელ არის ორჯერ მესამე იქნება, ეს არის ისე სიამოვნებას იწვევს ტვინისთვის რა. მე მეოთხე კარგი იქნება, მეხუთე არ იქნება, მეექვსე არ იქნება, მეშვიდე კარგი იქნება. ანუ აი ეს პროცესი აზარტი, რომ აბა შემდეგი ვიდეო როგორი იქნება, შემდეგი როგორი იქნება. ზუსტად ეს არის რის გამოც ადამიანი ვერ ეშვება სკროლას რა. აბა კიდე ერთი რა. ეს ქმნის ჯილდოს ციკლს რა, ანუ სადაც ტვინი ეჩვევა სიახლის მორიგი დოზის ძიებას. აბა შემდეგ კაი რა იქნება, რაც ფიზიკურად ართულებს გაჩერებას მაშინაც კი, როცა კონტენტით სიამოვნებას აღარ იღებთ. და კაზინოც ესე არის რა. მოდი აბა კიდე ერთი, აბა შემდეგ თუ მოვიგებ, აბა შემდეგ, ანუ როგორც კი რაღაცა დადებ, ან დააჭერ, ან რაღაცას იგებ, ეგრევე გინდა ახლიდან ის ემოცია, ანუ ის კი არ გაინტერესებს რა მოიგე, ამ შემთხვევაში რა ნახე. ახალი კაი ვიდეო მინდა. ანუ იმით ვერ ყოფილდები რაც მიიღე და ზუსტად ეს არის რის გამოც ადამიანი ვერ ეშვება რილსებს. ანუ რეალურად
სერიოზული დამოკიდებულება. ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არ არის, წნეხის ქვეშ ექცევა ტვინი, ისევ ჩვენ თო ვერ ხვდებით რა. ხო, რამდენჯერ ყოფილა რომ სკოლა და მე როცა გამოერკვევი რომ რას ვაკეთებ, რა დებილობას ვუყურებ, საქმე მქონდა გასაკეთებელი, ის არის რაღაცა. საერთოდ მანქანიდან საერთოდ გამოსაღები რაღაცები გახსენდება. ხო, არა, შეიძლება ყურადღება მიაქციეთ სკროლობისას, გაიხსენეთ რომ შეიძლება დებილობას ჩაგვიტყიოს ტელეფონმა. შეიძლება ითქვას რომ ხა მე ისე ძალიან არ ვარ დამოკიდებული სკროლვაზე რა, როგორც რაღაცა ვიღაცა, არ ვიცი, ვიღაცაზე მეტად შეიძლება ვიყო ვიღაცა. მოკლედ, რაღაცა დოზით ვარ მეც რა თქმა უნდა და აი ხშირად ყოფილა რომ ეს დავფიქრებულა რომ ეხა რამდენი ხანი და ხო აი გამოვრთე და გადავდე უბრალოდ რა რომ და თვალებზე დაღლასაც რომ მე ეგზნობ რომ გამორთავ მაშინ ვეგზნობ და აი ეს რაღაცა ისინი რომ ბჟუტავს რაღაცაები და კი ასაშინელებაა ნამდვილად ეს იყო საინტერესო ფაქტები საინტერესო კი არა დამაფიქრებელი ფაქტები ესე ვიტყოდი რილსოლოგის ხალხო დაფიქრეთ ცნობილი რილსოლოგის სკანდალურ განცხადებას ავრცელებს ეგეთ სტატია რო იყოს ხوارი ხოლმე ვიღაცა ცნობილი ექიმი მოსახლეობას აფრთხილებს და დებილობა რო წერია ხოლმე ასე გადავიდეთ დღის თემაზე ქართული მედიცინა ექიმები საქართველოში თუ მედიცინა საქართველოში თუ როგორ დავარ ნუ ქართული მედიცინა იმიტომ რომ ხა დიდად არ ვიცნობთ უცხოურს რავი ავსტრიაში ექიმთან არ ყოფილი ვარ და გერმანიაში ყოფილი ვარ ერთხელ ექიმთან რაც პრობლემით რომელიც აქ ვერ მომირჩინეს მაგრამ წავედი იქაც იგივე მითხრეს და წამოვედი უკან ხო და მოგეთ ჩვენ ინდასკომდე ვართ მისულები რომ ექიმი რაღაცას რო გეტყვის ის აუცილებლად უნდა გადაამოწმო ბევრნაირად თუ ესეთი მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის პრობლემა არის ხელოვნურ ინტელექტებთან მოიძიო შემთხვევით ინფორმაცია ეს ანიშნავს რომ ამას იმედზე უნდა იყო ანუ ისიც და ესეც რა ექიმსაც უნდა კითხო ChatGPT იქნება თუ ჩემ შემთხვევაში Gemini-ის ვამბობ იმიტომ ესე და არ ქოს თვითონ შემქმნელებ ისე Gemini პროგრამა გაჯეროს ან ესე მივეჩვიეთ ხო და იმასაც უნდა კითხო ექიმსაც უნდა კითხო სხვა ექიმებსაც უნდა კითხო second opinion ეგეთ რომელი გამოთქვა არსებობს ეგ საზღვარგარეთაც არის რომ ერთი ექიმი რო გეტყვის როცა მნიშვნელოვანი პრობლემა არის სხვასთანაც მიდი და გადაამოწმეს ყველას გეტყვის იცი რა არის თან საქმე იმაშია რომ რაღაცებში საერთოდ არ გვაქვს გამოცდილება რა აი მაგალითად კარგი ექიმთანაც რომ მიხვიდე ძალიან ყურადღებიან თან ძალიან განათლებულ თან ძალიან კომპეტენტურ თან ყველაფერში აი კულტურა არ გვაქვს მაგალითად ვარჯიში რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის აი ეგ არის ნულზე ჩვენთან რა აი ისე აგდებულად უყურებენ აი თითქოს აი რაღაცა ხალხურ მედიცინაზე რო რამე უთხრა რა არ ვიცი რაღაცა კომბოსტო დავიდო ფერზე ხო რაღაცა მჟავე კომბოსტო ხო დავიდო მუხზე მომირჩება თუ აი ეგეთი კითხვა რო დავსვა აი ვარჯიშზე რო რამე კითხვას უსვამ აი ეგეთივე აგდებული დამოკიდებულება აქვთ რა ვარჯიში აი ხო ვარჯიშია ხა მაგრამ ნუ აი არა და რა ვიცი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის პირველი არის ვარჯიში ხო კი ხო, ეხლა მე რაც ხერხემლის პრობლემა მაქვს, მომირჩინა ვარჯიშმა. ხო. სხვა შემთხვევაშიც ყოფილა, რომ ან მე აქტიურმა ვარჯიშმა იმდენი ჯანმრთელობის პრობლემა გამომისწორა და ისე იშვიათად მიწევს უკვე ექიმთან, ან ბოლოს ექიმთანაზე ვიყავი, არც მახსოვს. თუნდაც ეხლა წელი არ გავა, რომ რაღაცა გრიპის ვირუსი არ გამოგედოს საიდანაც, ხო, ეხლა ყოველ ზამთარში და გაზაფხულზე იცის ვირუსების ტალღები არის. სად ადრე რო დამემართებოდა და ერთი კვირა ლოგინში ვეგდე და ძილების გადამქონდა, ეხლა აი 2 დღე ვარ, შედა უკვე მეორე დღიდან ვატყობ, რომ იწყება გამოსწორება, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხო და ჩვენთან ეხლა უფრო ხშირად შემხვდა აი ფსიქიატრები, ნევროლოგები ცოტა პოპულარული გახდა ეს, რომ პაციენტებს ურჩევენ რომ ივარჯიშე. ხო. იმიტომ კი არა რომ კარგი არის, საჭიროა. მაგრამ სხვა იმაში მეც ბევრჯერ გამიგია, შემოხვედრია რომ ან რაღაცას რო გეტყვის რომ ეხა ესაკეთე და შენ რო აი ამასთან ერთად ვარჯიში შეიძლება ამ დიეტიდან ამ წამოსვლა ვარჯიში მე კაცო ჯერ მოირჩინე.
კი, ახლა მეც რაღაც შემთხვევა მქონდა ეგეთი რა, მოკლედ მომიწია ექიმთან მისვლა რაღაცაზე და შესაძლო ოპერაციაზე იყო ლაპარაკი, რომ ოპერაცია შეიძლება დამჭირდეს რაღაცაზე და ну, რა თქმა უნდა, ვკითხე რაღაცები ამ ოპერაციის მერე იქ როგორ იქნება, რა იქნება და რამდენ ხანში შევძლებ მეთქი ვარჯიშს თქო, ვკითხე ექიმს და ვარჯიში. აი ზუსტად ესე მიპასუხა და ხო, რა ჯერ რა ვიცი, ესეთი მე რომ მაგას ვკითხულობ პაციენტი, პირველი რომ მაგას გეკითხები ოპერაციის. ესე იგი მნიშვნელოვანია ჩემთვის, ხო? ჯერ დაინტერესდი იქნება, რა ვიცი, სპორტსმენი ვარ საერთოდ. ხო. ან რა ვარჯიშებს ხო, ან რას ვაკეთებ, იქნება საერთოდ არ შეიძლება ის, რასაც ვაკეთებ, აი, სიტყვაზე რა. აი, მაგისი კულტურა არ არის რა. იმიტომ რომ ალბათ საზოგადოებაშიც მაგის პრობლემა არის ალბათ, რომ აი, ვარჯიში არ არის ისედაც ესეთი პოპულარული ჩვენთან. და ამიტომ არ არის ექიმებშიც ეს. ხო. აი, ხა მაგალითად ძალიან გავრცელებული ისეთი მითი არის, რომ აი, ორსულობის პერიოდში არ შეიძლება ვარჯიში. ან ყველა რატომღაც ძალიან ბევრს ჩემ მეგობრებსაც გონიათ რომ აი რა წამსაც გაიგებ რომ ორსულად ხარ უნდა დაწვე სახში და არაფერი არ აკეთო და ეს არის მითი რეალურად პირიქით არ შეიძლება ხო იცვლება რაღაცა რაღაც ორჯერ შეიძლება მე არ ვამბობ რომ პრესების კეთება არ შეიძლება ხო არ ვამბობ რომ უნდა მივარდე და ეს რა ქვია weightlifting-ი დაიწყო მაინც და მაინც ორსულობის პერიოდში ალბათ არ შეჭიდაობაც არ შეიძლება ალბათ რაღაცეები არა რა თქმა უნდა ხო და მაგას მიმართულებებით არ გვაქვს მაგისი რა რომ აი ეხლა მაგალითად ისე მომწონს ჩემი მეგობარი და კლასელი აკეთებს ესეთ კონტენტს Instagram-ზეც და უკვე YouTube-ზეც აი თორნიკესთანაც ნუტრიციოლოგთანაც იყო და ილაპარაკა ქალის ჯანმრთელობაზე, ქალის ჰორმონებზე, ვარჯიშის მნიშვნელობაზე, კვების მნიშვნელობაზე და ვინ არის თქვი ბარი? ხო, ნანკა ქიზიყურაშვილი არის YouTube-ზე Instagram-ზე აქ არის YouTube-ზე ხო Instagram-ზე აქვს ორსულების ჯგუფი აქვს Instagram-ზე როგორ ქვია Instagram-ზეც ესე არის ნანკა ქიზიყურაშვილი ორსულების ჯგუფი გააკეთა თავის მეგობართან ერთად ორსულებს ავარჯიშებს თვითონ არის სერტიფიცირებული მწვრთნელი პროფესიონალი ისე ექიმი რეპროდუქტოლოგი და რა ვიცი, მე ეხლა რასაც უყურებ, პირველი არის ნანკა, ვინც ხმამაღლა ესე ლაპარაკობს ორსულობის პერიოდში ქალის ჯანმრთელობაზე, ვარჯიშის მნიშვნელობაზე, კვების მნიშვნელობაზე, ორსულობის შემდეგ პრობლემებზე, ორსულობამდე, მოკლედ, ყველაფერზე, რაზეც ძალიან ესეთი მწირი ინფორმაცია გვაქვს საქართველოში რა. და ძალიან კაი იმას აკეთებს, საქმეს აკეთებს. ნამდვილად ხო და აი მაგის თქმა მინდოდა რა თუნდაც აი ქალებისთვის ეს რომ მივიდეს ექიმთან და ექიმმა უთხრას რომ რაღაცა სახის ვარჯიშები აი ხშირად ხალხურ ფილმებშიც ხვდებით ხოლმე თქმა რომ დადის ხოლმე ერთად რაღაცა თერაპიები და ბურთით რო ავარჯიშებენ ხოლმე და რაღაცა აი საქართველოში ეგეთი რაღაცები არ გამიგია მე არ მინახავს ეგეთი რაღაცა აი სპორტ დარბაზებში ხა ეგეთი რაღაცები არ მინახავს ეგ მიმართულება რომ აი ორსულების ჯგუფი იყოს ხო არ გამიგია მე შეიძლება არ გამიგია და მახსოვრებია, მაგრამ ნუ მოკლედ. ხო, მაგრამ აი მოგვხვდება და იმდანაც ისეთი ახლა რაღაცა პილატესი და აერობიკა და სტეპ აერობიკა და აი რაღაცები. სტეპ აერობიკაც გაიაკაც ნებისმიერ ფიზიკური აქტივობა. ხო, ნუ ახლა მე ცოტა ის ამაკ გაჭედილი მაქვს რაღაცა და ნახევრად ხუმრობით იყო ალბათ. ყოველ შემთხვევაში თუ არის სადმე არის ძალიან ცოტა ფაქტია, ხო? გვეცოდინებოდა, იმიტომ რომ ამდენი ხანია მე პირადად თუ ვარჯიშობ რამდენიმე სპორტ დარბაზი გამომიცვლია. ძალიან ბევრი სპორტ დარბაზის გვერდი მაქვს მოწონებული და ვუყურებ და ვადევნებ თვალს და რა ვიცი, აი ჩემი მეგობრის გვერდი არის პირველი და ჩემი მეგობრის საქმე არის ეს პირველი რაც ვნახე რომ ეს ორსულების ჯგუფი გააკეთეს მან და მისმა მეგობარმა ავარჯიშებენ ორსულებს და ონლაინ კურსები აქვს კიდე ძალიან მაგარი მენჯის ფსკერის ჯანმრთელობაზე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის და უმრავლესობა ქალებისა არც კი იცის ამ მის არსებობის შესახებ საერთოდ. მენჯის ფსკერი რა არის? და ძალიან მაგარი კურსები აქვს. გეთანხმები. კიდე რაც
გამოცდილებამ გვაჩვენა არის რომ რაღაც ექიმთან ვაპირებ მისვლას YouTube-ზე ან იმაში მოძებნო და მოусმინო მის ინტერვიუს და საუბარს და ყოფილა რამდენჯერმე რომ ჩავრთეთ და უცებ ისეთი რაღაცა თქვა. ხო. რომ მოდი სხვასთან მივიდეთ გოიფიქრეთ და. კი. აი ეგეც მნიშვნელოვანია რა მოусმინო. ეხლა არნიშნავს რომ ეგრევე გამოიტან სწორ დასკვნას და გადაწყვეტილება შეიძლება მევწდებოდე და იმას სწორი თქვა და მე მეგონეს არასწორი, მაგრამ რა არის თუ მოусმენ და როგორ საუბრობს და ეს მოგწონს ნდობას ძალიან მნიშვნელობა აქვს რა რო ენდობი ექიმს და ვისთანაც გული გაგიწევს იმასთან რომ მიხვალ რა ამიტომ წინასწარ მოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია თუ სერიოზული პრობლემით მიდიხარ ვინმესთან მოიძიო ვინ არის რაღაც მის ინტერვიუებს მოგუსმინო და ასე შემდეგ ხო არა რეალურად ახლა კონსულტაციაც რისთვის არსებობს ხო მაგათად გადაწყვეტე რაღაც ოპერაცია და მიდიხარ ჯერ ექიმთან კონსულტაციაზე ხო ეგეც ხო ეგ არის გასაუბრება უბრალოდ ეხა გვაქვს საშუალება რომ წინასწარ ეს გასაუბრება კიდე 150 ლარიან ხო ხო და ეხა გვაქვს საშუალება რომ წინასწარ შეიძლება მოიძიო და რაღაცა წინასწარ მოусმინო რაღაცებს და რაღაცა არაადეკვატურ სიგიჟეს თუ ამბობს რაღაცა ხო იმასთან არ მიხვიდე ხო და მოკლედ ხშირად არის ხოლმე რა გულგრილობაც მარს არ ვამბობ რომ აუცილებლად საქართველოში ხდება ეს მაინც და მაინც მაგრამ მე პირადად ხშირად ყოფილვარ სხერპლი მაგ გულგრილობის რა და ესე სერიოზული პრობლემის წინაშეც შეიძლება და დამდგარიყავი მაგალითად ესეთი ამბავი იყო რომ ესეთი მეხის გავარდნასავით რო იტყვიან ეგეთი არაფრიდან ანუ არაფერი არ მაწუხებდა ცოტა კი არა ძალიან სუსტი კი ვიყავი წლების წინანდელ ამბავს ყვები რა ალბათ ვიყავი 15 თუ 16 წლის რა ვიყავი ძალიან გამხდარი ცუდად ვიკვებებოდი ნუტრიციოლოგია საერთოდ რა იყო არ ვიცოდი მოკლედ და დამეწყო სისხლის ხველა და რა თქმა უნდა პირველი წავედით და გადავიღეთ ფილტვებზე ემერჯენსში და ნუ იქ გამოვიდა ექიმი და მითხრა რომ ფილტვებზე არაფერიო არ არისო სავარაუდოთო ან ყელიდანო ან ცხვირიდან მოდიოდაო ეს ყველაფერიო ცოტა ისე კი გაგვიყვირდა იმიტომ რომ ისეთი გამოვლინება იყო ეს ახლა იმას არ მოუყვები სიმძაფრით რანაირად მოხდა ეს ყოფილი და რა რაოდენობით იყო იქ მაგრამ ნუ ექიმ არახან ესე გითხრა წავედით ყელყურცხვირის ექიმთან ხო არ დავასახელებ ახლა ვისთან ვიყავით იმიტომ რომ მივედით თვითონ არ ეცალა და თავის ასისტენტს გაასინჯინა ჩემი თავი მოკლედ და გამსინჯა და უიო აქო აიო კაპილარიო ჩანსო ცხვირშიო მეთქი ცხვირში რანაირად ანუ ყელიდან არა ეს ცხვირიდანო გადადიოდაო და ისე მოკლედ გამომიწერა წამლები ეს ხო ცალკე პრობლემა არის კიდე სადღაც 300 ლარის წამლები გამომიწერა და ეს წამლებიო ძალიან კარგად იქნებიო და ორი კვირა მკურნალობდი ყელზე და ცხვირზე და აი რაღაცა წამლებს ხან ვსვამდი ხან ვიშხუპუნებდი ორი კვირის მერე ზუსტად ისე გამიმეორდა წავედით ისე ამ ყელყურცხვირის ექიმთან რომ ეს რა არის ესე ვიმკურნალეთ და ესე და უკვე ახლა გამსინჯა იმ ადამიანმა ვისაც უნდა გავესინჯე და არა მისმა ასისტენტმა და ამ ადამიანმა მითხრა რომ შენო ჩემი პაციენტი არ ხარო წადიო იმასთანო პტიზიატრთანო რიგა ფილტვების შემდეგ უკვე წავედით ეს თავარის რაც არის ტუბ დისპანსერი თუ რასაც ახიან არ ვიცი და იქ ახლიდან გადავიღეთ და იქ უკვე დიაგნოზი დამისვეს კეროვანი ტუბერკულოზი ნუ ეს გამიმართლა იდეაში რომ ესეთი ფორმით გამოვლინდა იმიტომ რომ რაღაცა იქ კაპილარში მოხდა დაზიანება და ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჩნდა ეს რა ანუ იმის შესაბამისი ამ გამოვლინების შესაბამისი ის არ ქონია სიმძიმე ამ დაავადებას რა ანუ მალევე აღმოვაჩინეთ რა მაგრამ აი წარმოიდგინე ხა პირველი ის რომ მივედი და ემერჯენსში მითხრეს რომ ფილტვებზე არაფერი არ გაგწადი კარგად იყავი მერე წავედი და მეორე შემთხვევა უკვე რომ ყელყურცხვირმა მითხრა რომ ხო ჩემი პაციენტი ხარ და აგერ 300 ლარის წამლები ვიყიდე და არაფრის გამოვსვი და ბოლოს რაღაცა მე-13 ძლივს რაღაცა
მივედი სწორად რა და ანუ ეს ეხა ალბათ ნორმალურ ქვეყანაში წავიდოდა ადამიანი და უჩივლებდა მაგას, იმიტომ რომ არ შეიძლება ფატალურად დამთავრდეს ესეთი რაღაცა, ხო? Რომ სიამდვილეში ფილტვის ტუბერკულოზი რო გაქვს და ყელის ექიმთან რო გაგზავნიან და ყელზე მკურნალობ, მერე არ არის ხო ნორმალური. რა გინდა რო ქნა? ესეთი ამბავია. ხო. აუზი ეს თემა როგორ უნდა დავასრულოთ? როგორ შევაჯამოთ? ან ის რა მოუწოდოთ, ან რა ვქნათ, მაგრამ ნუ აი ჩვენი გამოცდილება ეს არის და მოკლედ მაქსიმალურად ეცადეთო თქვენითაც მოიძიოთ ინფორმაცია რაღაცებზე რა. აი ხო ეხლა შემოვიდა ჩვენს პროჯექტში გამოვიყენეთ რომ რაღაცა კვლევებს ჩაიტარებ რაღაც სისხლის ანალიზი რაღაცა ეს დოკუმენტები პირდაპირ შეიძლება ფოტოები გადავიღო ChatGPT-ს ან Gemini-ს აუტვირთო ჩატში და კითხო რა შენ რას მეტყვი აი ჩემი ანალიზები არაფერი გადათარგმნა და ის არ უნდა აპოსტილი და ნოტარიუსი ქართულად შეიძლება გაუგზავნო და კი ოღონდ ახლა რა თქმა უნდა ახლა ისიც თავის აზრს გეუბნება რა თქმა უნდა ექიმის აზრი მნიშვნელოვანია მაგრამ ესეც რაღაც შეიძლება საინტერესო მინიშნებები მოგცეს. კი და სხვათა შორის ყოველი ეგეთი რაღაცის მერე როცა Gemini-ს უგზავნი ხოლმე ამ ჩემს რაღაცა ანალიზი იქნება თუ რაღაცა კითხვა იქნება ყოველთვის ბოლოში მიწერს ხოლმე რომ გინდა ჩამოგიწერო კითხვები რომელებიც უნდა დაუსვა აუცილებლად ექიმს. ხო. ამას მიწერს ხოლმე ბოლოში. ეგეც კაი რაღაცა არის რა. შეიძლება შენ უცებ იმ მომენტში ანაღელებული იყო ან რაღაც ვერ ხვდებოდე რაღაცას და როცა რაღაცა გამზადებული კითხვები გექნება შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო ექიმისგან. კი. ამ თემის შევაჯამება არის არენდოთ ექიმი. არა ხო, ძალიან ისე არის, მაგრამ ვიცით რომ ბევრი ძალიან მაგარი ექიმია და ეს არის ძალიან რთული პროფესია არის და ბევრი კარგი ექიმი არის საქართველოში. კი. ეხლა ეს არ გამოგვივიდეს, მაგრამ მოკლედ რა, მე მგონი გასაგებია რაც გვინდოდა. ხო. ჩვენც გვინდა რომ რაღაც ეს იმას არ ემსახურება მაინც და მაინც რომ უცებად ვიღაცა გავლანძღოთ. ჩვენი ის გვაქვს პრობლემა და ჩვენი წუხილები და რაღაცა გვინდა რომ ხალხსაც ვისაც იგივენაირი რაღაც გამოცდილება ამ პრობლემა აქვს, რაღაცით დავეხმაროთ და ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ რა. თორე კაი ექიმს აჯობია. ხო. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე. გადავიდეთ. მაყურებლებმა დაგვისვეს შეკითხვები. ხო. ჩვენზე აინტერესებთ რაღაცები და გავცეთ პასუხები. მე წავიკითხავ. მიდი. კიდე პატარა ცვლილება არის სტუდიაში, დეკორაციაში. ხო. აბა ვინ მიხვდება? უბრალოდ დაკომენტარეთ მეტყვი. ვერაფერს მოიგებთ, მაგრამ დავიწყეთ აპინული კომენტარებზე, აპინულ კომენტარზე რაც იყო დაგვისვეს შეკითხვა, იმაზე პასუხების კითხვა. ხო. და არა. აპინულ კომენტარზე რეპლაების კითხვა, რომელსაც უნდა გავუცეთ პასუხები. დავიწყეთ აპინულ კომენტარებზე პასუხის გაცემა. ესე ვიტყვი. არა, აპინულ კომენტარზე პასუხის გაცემა არის, შენვე აპინულ კომენტარზე უცებ პასუხს. აპინულ კომენტარზე რო იყო რეპლაი, ანუ პასუხები, იმას ვცემთ პასუხს. აპინულ კომენტარის პასუხის პასუხები არის. დაიწყე პასუხი ნომერი 1. ნიკო გვიწერს, ხოები რა არის? ბოდიში და სხვა უაზრო აჩემებულ სიტყვებს არ სჯობია? ჩემი ძმა კაციც ამბობს მაგათი თავზე გავიარეო და გინებას არ სჯობს? მე მგონი კითხვა გამოვიდაო. ეს იყო ალბათ გვანცას ხოები რომ ამოჭრა ვიღაცა მიხმურა, საგაცემა გამოვაო. ხო. ხო და ეს ამ კომენტარის შენას ვერ გავიგე. ანუ ამ კომენტარში წერია რომ ხოები რა არისო? ალბათ იმას პასუხობს. სხვა აჩემებულ სიტყვებს არ ჯობიაო? ხოებზე რატო გააკეთე რატო ღირდა ის ამ? იკა ირაკლი გვიწერს, ქორწინების 8 წლის იუბილეზე რავაჩუკა მეუღლეს, გამოვშვით რამოდენიმე რჩევა. მარტში მაქვს და იდეები ამომეწურა ორიგინალური, თორე ბანალური ბევრი მაქვს. რამდენიცო? 8 წლის. ხო, არ ვიცი, ეს ძრელი სათქმელია, თქვენზე კარგად ალბათ ვერ მიხვდება რა უნდა აჩქო. მე შემიძლია გირჩიოთ. აქ რო დაგვავიწყდა ჩვენი ისინი, ამის რჩევა მინდოდა. ისე. ჩვენი პოპები. ეს უნდა ურჩიო ხა? ხო. მოკლედ, მე და იმას გერჩევდით.
ეს აქ უნდა იდოს წესით, რომ დაგვავიწყდა დადება. ეს არის ჩვენი ისინი რა ქვია, სათამაშო ვერსიები რა და აქ ვისაც გავაკეთებინეთ, სხვადასხვანაირებს აკეთებენ, ზუსტად ესეთებს არა. შეგიძლიათ ჩაუგდოთ როგორი გინდათ, უკვე ჯემინისთან აწყობილი რა საკეთებ? კომენტარებში შევდივარ იქიდან კრეატორ სტუდიოზე. ხო, მოკლედ შეგიძლიათ ჯემინის გააკეთებინოთ და გაუგზავნოთ ან ChatGPT-ს გააკეთებინოთ და გაუგზავნოთ როგორი გინდათ, ან თვითონ შეუძლია რომ ესკისის შემოგთავაზოთ და შეიძლება ანუ წარწერებსაც უკეთებენ, რაღაცა შეიძლება პატარა წარწერით იყოს. მე პირადად ძალიან მომეწონებოდა ესეთი საჩუქარი. და რა ვიცი, ამას თან საყვარელია, თან სასაცილოა და თან ესეთია, სამახსოვრო რა. ხო? კი ბატონო, მე ჩემი რჩევა იქნება საათი. საათი? ხო, მაჯის საათი. კედრის არა. ანუ ეგეთი მნიშვნელოვანი თარიღებზე საათის ჩუქება სიმბოლური არის რა, დროს აღრიცხავს ისიც და მე ის რო გიკეთია, გაგახსენდება რომ აი რაღაც კონკრეტულ თარიღს უკავშირდება და საათები კარგი საჩუქარია ეგეთ იუბილეებზე. კი და უკნიდან შეგიძლიათ გრავირება გაუკეთოთ. ხო, რაღაცის სამახსოვროდ. გრავირებას არ ვიცი საათებს სადაგეთებენ. აკეთებენ რა ვიცი. ხო, ეგ არ ვიცი. მე მოკლედ საათი კარგი საჩუქარი იქნება. ხო. კი, ეგეც. რაც შეიძლება ძვირიანი. გრანდსე იყო. და ალბათ რაც უყვარს იმ ადამიანს და რაც ესიამუნება, ეხლა სხვა ვერავინ ვერ გიჩვენებთ მე მგონი. კატები თუ უყვარს ბრიტანული ფისვაჩუკეთა. შემდეგი ერთი წუთი. ვირთაგვა. ეს ვირთაგვას კიდე რაღაც კომენტარი ხო იყო? კი, ვირთაგვაზე კარგად მოვეწყო. ვირთაგვა. ისინი კითხულობ ხო? ხო, იდეოლოგიურ რუკაზე მემარჯვენე მემარცხენე ლიბერალი კონსერვატორი რა წერტილში მოიაზრებთ თავს, მომენატრეთ ძალიან. ხო, ეს ძველი ხუმრობა არის, თაგვი რო ყავდა სხვენში, მაშინ და ხო ვითომ ის ვირთაგვა არის. ხო, ჩვენც მოგვენატრე, ოღონდ არ შეწუხდე სტუმრო. ხო, არ გწალია. ანუ რაპონჩი გამაგდეთო, შეიძლება ეკითხო ეგ არის, რომ იდეოლოგიურ რუკაზე სადახართ. რას მერჩოდითო იქნება თქვენერად ვაზრუნებდი მეცო. მემარჯვენე მემარცხენე ლიბერალი კონსერვატორია ესეთი ის რო არის ხოლმე. ძნელი ის არის რა. ძნელი ეს შენ თავი დასვა სადღაცთან. ცხოვრების განმავლობაში თუ რაღაც აზრი გეცვლება, დამოკიდებულება გეცვლება და შეიძლება მოძრაობდი, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება არის, რომ უფრო რაც შეიძლება ნაკლებად ერეოდეს თავრობა ადამიანის ცხოვრებაში, ესეთი საზოგადოება მინდა, მე რომ ეს საზოგადოებაში ცხოვრობდე, რომ უფრო დემოკრატიული საზოგადოება და ნაკლებად ავტორიტარული. დემოკრატიის და ეკონომიკურადაც უფრო მემარჯვენე ალბათ ვიდრე მემარცხენე. ხო, იცი მემარცხენე არა. მე ვერ ვიტყვი რა. იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი მიმართულება. რა ქვია, მიმართულება? ხო, იმიტომ რომ დროთა განმავლობაშიც იცვლება რა, 90-იანებში სხვა რაღაცა სხვა იყო ლიბერალი, დღეს სხვა არის და. ხო და მე ვერ დავსვავ ეს. კონსერვატორიც და ასე. კონსერვატორში ხო სწავლობდი. კონკრეტულად ეს ერთ ადგილზე ვერ დავსვავ ერთად ჩემ თავს, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი მოძრაობა და არც ერთი მიმართულება, რომელიც მე ერყევი ხარ პოლიტიკურად. თავიდან ბოლომდე მომწონდეს ეგეთი არ არსებობს რა. მაგრამ ალბათ უფრო იდეოლოგიას გულისხმობ. ხო, იდეოლოგია. ალბათ უფრო მაინც მემარჯვენე. მაგრამ შენ სხვა რაღაცებს მეუბნები ხოლმე. ხო, რაღაც საკითხებზე რო გვიკამათია, იქ მემარჯვენე და არ გამოიყურები ხოლმე, მაგრამ რაღაც საკითხები სადაც მემარჯვენე გამოიყურები. მაგას ვამბობ რა, ვერ ხო, ესე არ მოკლედ ჩემი აზრით რაც უფრო მოკვეთრად კი არა და როგორ ვთქვა, რადიკალურად მიაკუთვნე თავს რომელიმე იდეოლოგიას, უფრო დიდი შანსია რომ რაღაც საკითხებში შეცდე, იმიტომ რომ იდეალური იდეოლოგია არ არსებობს. ხო, ეგრე დემოკრატიაც არ არის, თლათ. გადა იდეალური, მაგრამ ხო, ყველაზე კაი ვარიანტი საბოლოო ჯამში ეგ არის მისთვის საზოგადოებისთვის. ია 8-2-2. ორი კითხვა მაქვს. პირველი, ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები რა არის, როგორც პარტნიორების და მეორე, სახში ვინ უფრო ბევრს ლაპარაკობს, უსაყვარლესები ხართ. ძალიან დიდი მადლობა. მეორეს გავცემ პასუხს ჯერ, იმიტომ რომ ადვილია ბევრად. სახში მე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა, უფრო მეტს. რა ლაპარაკობ უფრო მეტს?
როგორ არა მე მარტო ხო ლაპარაკობთ და ანუ ესე თანაბრად კი მაგრამ უფრო მეც მე ვლაპარაკობ მაინც არა მარტო სახში მანქანაში როს ხედავთ ხოლმე მე სულ ლაპარაკობ და გიო თავს მიგრებს ხოლმე მე ვიდრე ყურადღებით ვარ გზისკენ და ხო ოღონდ თუ გავჩუმდი ცოტა ხანი და ჩავფიქრდი გამომხედავს ხოლმე და ცოცხასიაძე ხარ რა გჭირს ხოლმე ახავენ და მე ისე ვაგრძელებ რაღაცა სისულელების ლაპარაკს ხო ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები როგორც პარტნიორების აბა შენ თქვი ჯერ როგორც პარტნიორის ძლიერი და სუსტი მხარე არ ვიცი რა უნდა შევაფასო ეგ აი რა ვიცი ალბათ თანაცხოვრებაში რაში მოვიკოჭლებ შენი სუსტი მხარე როგორც ცოლის სუსტი მხარე ხო არა სუსტი მხარეები არ გაქვს კაი ყველა მხარე ძლიერი გაქვს აი მაგალითად შენ მითხარი რა არის მაშინ ჩემი სუსტი მხარე შენი სუსტი მხარე შენი სუსტი მხარე ეს მარჯვენა მხარე მტკივა ეხა და შეიძლება სუსტი მხარე ეს არის ნატკენი მაქვს ახსარი მე მარცხენა ბეჭი შეიძლება კითხვა ვერ გავიგეთ კარგად ალბათ აი იცი რა იგულისხმება აი მაგალითად ვიღაცა თუ უყურადღებო არის ცოტა ან რაღაც ეგეთი რაღაცები იგულისხმება რა ანუ იმიტომ კი არა ვიცი მართლა არ ვიცი რა ვთქვა ხო ესე არ გვაქვს ერთმანეთისთვის სუსტი მხარეები გვაქვს ძალიან კარგად ვერგებით შეიძლება ვიღაცამ ეს იმას ჩათვალოს მაგრამ ნუ ჩემთვის სუსტი მხარე ხო არა მეც ვერ ვიხსენებ რა თუ გპირდებით რომ თუ გავიხსენებ მე შე რო გაიხსენო და მე არა ის გამოვა ცოტა კრინჯობა კრინჯობა კი არა და უხერხული სიტუაცია იქნება რა ხო და არა ვერც ვერ ვიხსენებ თუ ვცდილობ მართლა გავიხსენო რა ვცდილობ გავერკვე მაშინ ხო მოგეთ იმდენად ვცდილობთ რა მოვერგოთ ერთმანეთს და ერთმანეთის ისინი გავითვალისწინოთ რომ არაფერში კონფლიქტი არ მოგვდის შესაძლოა ძნელია რომ სუსტი მხარე თქვა ხო ალბათ რა ვიცი ეხლა მე მაგალითად ჩემი სუსტი მხარე ალბათ შეიძლება იყოს რომ ესე რაღაცა საჭმლის კეთება არ ვიცი მაინც და მაინც არ ვიცი რა შუაში რაღაცა შენ ამბობ ახლა ესე მე მოიცა ეს დავამთავრო სიმღერა არ გამომდის ესე საჭმლის კეთება და არაფერს არ ვაკეთებ როგორ არის მე მომწონს რაც აკეთებ ხოლმე ძალიან მომწონს და გემრიელი ესე რაც ბოლოს ქათმისალთა რო გააკეთებ დღესაც თუ გააკეთებ კარგი ხო მაგრამ მე უგულისხმობ აი ესე აი საქართველოში რაც იგულისხმობა რომ კარგი გავაკეთებ აი ახლა რაღაც ჩაკაფულს ვერ გავაკეთებ შეიძლება გავაკეთო მაგრამ ესე ვინ არის ეგეთი რომ ყველაფერს კარგად აკეთებს არა კარგი კარგად აკეთებს ყველაფერს მაგრამ კარგი კულინარი ვინც არის ყველაფერს კარგად აკეთებს ახლა ხო მაგრამ კულინარი არ არის პარტნიორის მხარე არა ტრადიციული საჭმლის კეთება არ ვიცი კარგად რო უკროპიანოზე შენი ძლიერი მხარეა როგორც პარტნიორი ეს არა ხო და კულინარია ძლიერი ხო მაგრამ კარგად დაკვრა არ აისახება თანაცხოვრებაზე კარგად არ აისახება რა ის პრობლემა შეგვექნა რომ კაი ჩაკაფული ვერ გააკეთე ცხარი რას მეუბნებოდა ესა გებჟალია სატუარაკეთ მოკლედ არ ვიცი. წავიწიო წინ ბევრი ხალხს რაღაცები აინტერესებს. ხო, ესა არ ვიცით რა, ვერ პასუხობთ ამაზე და თუ რაღაცა მოგვიაზროთ, მე სხვა დროს ვპასუხობთ, რომ აგვერევა ურთიერთობა. და მე ის გავაკეთოთ პოდკასტი არეული ურთიერთობები. მაგას ბევრი ნახვა იქნება. კი. შემდეგი არის გულო ჭანტურიძე. რო არა თქვენი პროფესია სხვა რა სფეროში იქნებოდით. პოსტსკრიპტუმ ძალიან კარგი წველი ხართ. მადლობა დიდი. ეს პროფესია პოდკასტის სამყაროა. მე ვიტყვი ამაზე რა. ესე იგი პიანისტი რო არ ყოფილიყავი, აუცილებლად ვიქნებოდი სპორტსმენი. და კონკრეტულად ალბათ ჩოგბურთელი. მაგრამ ეხო ფიქრობ შეიძლება weightlifting-შიც ყოფილიყავი. შტანგისტი? ხო. რატო რა? ცუდი მონაცემები მაქვს? არა. ხო, აი ხა ამ გადმოსახე ეს დაუფიქრებელი პასუხი გავეცი, იმიტომ რომ სულ ოცნებობდი ჩოგბურთელობაზე, იმიტომ რომ ჩემს საყვარელი სპორტი იყო ყოველთვის ჩოგბურთი და ეხლა რაც CrossFit-ი დავიწყე, weightlifting
გმა ისე გამიტაცა და იმდენს ვუყურებ ამას და ისე მომწონს იმ მომენტშიც ასაც ვაკეთებ, რომ ხო შეიძლება weightlifter-იც ქართულად რა ქვია, შტანგისტი? ხო, შტანგისტი ზახტი ისა, ძალოსანი. ძალოსანი, ხო. ხო, ნუ ეხა მე ვაფშე ქვია მოზარდობისას კალაბურთელობა მინდოდა. მაგის გარდა ფერმა ინტერესებდა, მაგრამ არ ვიცი სხვა რა პროფესია. სხვა ვერანაირ პროფესია ვერ წარმოვიდგენია, იმიტომ აქ ეს პროფესია და სულ ვერ ამ პროფესიაში. თორე საერთოდ ამ პროფესიაში გულისხმობ ეს კონტენტ კრეატორობა და პროდიუსინგი და შემდეგ. იმიტომ რომ თორე საერთოდ არ არის მაღალშემოსავლიანი ან სტაბილური პროფესია. მაგრამ უბრალოდ სხვა არც ერთ პროფესია არ მინდა და ამიტომ. ხო, მეც არა ვიცი სტენდაპერის კარიერაც მექნებოდა შესაძლოა მონაცემები და პირობები რო იყოს ან ხო ისევ რაღაცა ამ სფეროში რა, იუმორი, შემოქმედება, კინო, ტელევიზია. მადლობთ. ან აი ხელით რაღაცების კეთება რა. აი რაღაც ხელობა, რაღაცა ხატვა ან არ ვიცი, ის კეთება, არ ვიცი. ტყავზე მუშაობა. ხო, ტყავის ნაკეთობების კეთება, რაღაცა ხო აი ხშირად მეფიქრება რომ რაღაც ეგეთი რო შემელოს რა. ეგ მეც მომწონს. ხო, რაღაც რო ქმნი, აი ვიზუალურად შეიძლება დაინახო, აი ხე გავაკეთე ეს. მაგითებს ვაკეთებენ ხოლმე. ხეზეც ამონებთ იმ დურგალი ვიქნებოდი, კაი ავეჯის მკეთებელი რო შემეზოს აი ისეთ მაგიდას რო აკეთებენ, რომელიც მე ძალიან ძვირი ხარ სანამ რაღაც ეგეთი. ხელსაქმე. დურგალი ვიქნებოდი. მე შტანგისტი და ეს დურგალი. ხის შტანგას გაიკეთებდი. ხო, სალომე ხელაძე. ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ჩემი ეს არის, ხო. ძალიან კარგი წყვილი ხართ და ეს იგრძნობა ეკრანიდანაც. მადლობა დიდი. მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს. მაგრამ ასეთი კითხვა მაქვს, თუ არის რაიმე საკითხი, რაზეც რადიკალურად განსხვავებული შეხედულება გაქვთ და კამათით ზედმეტია წარმატებები. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა, რამე საკითხს რადიკალურად განსხვავებული და კამათით ზედმეტია. ნუ აი რაღაცა ლოკდაუნის თემაზე გვიკამათია ყველაზე ბევრი, უნდა ყოფილიყო თუ არა პანდემიის დროს ლოკდაუნი. ხო, ვერც ერთხელ ვერ ისეთი რომ კამათი ზედმეტია, არა, პირიქით კამათი გვიყვარს. ხო. ძალიან ბევრს კამათობთ ხო. კი. ხო, არა, უბრალოდ ისე იყო, რომ რამდენჯერაც ვიკამათეთ მაგ თემაზე, იმდენჯერ რაღაცა აი ვერ წააგე და მე რანერვიულებული იყავი და ეს არ დაიჯეროთ. მე გაიბუტე და ეს არის სრული. დიოდი. რამეზე არის კიდე რადიკალური განსხვავებული შეხედულებები რო. ხო და არც რადიკალურიც ვერ დავარქმა მაგას, უბრალოდ რაღაცებში ბოლომდე ვერ გეთანხმებოდი რა. რაღაცებში გეთანხმებოდი მანდაც. არა, მაგის გარდა კიდე სხვაგან. მაგის გარდა კი. ბავშვის მიყვანა იმაში ბაღში. გივამბობს რომ აუცილებელია ბავშვის მიყვანა ბაღში. არა, აუცილებელი არა, კარგი იქნება თქო, აუცილებლად არ უნდა. ხო, კარგი იქნება და მე ვფიქრობ რომ არ იქნება. აი, არის შენ ეს უსტემ ხარ, იქ წინა კითხვა რო იყო, რომ არ მოსმენ. გიყვარს. აი, ხა რა გამოვიდა შენ თქვი ჩემი უსტემ ხარ და მე არა, ხო შედამბალო. გამოვიდა. რამე უნდა დაგაბრალო. გამოავლინე და მე რა აზრი ქონდა, ყველამ დაინახა. რამე უნდა დაგაბრალო. იგივე დამობრალე. მოსმის კულტურა რო. კარგი. ხო, მოკლედ ამაზე რა, პანდემიაზე და ბავშვის ბაღში მიყვანაზე. ხო, მიზეზი არის, მაგრამ არც ბავშვი ყავს და არც პანდემია არ არის, მაგრამ ეს რაღაცებს უკამათობთ. ანუ მიზეზად გიواسახელებს, რომ სოციალიზაცია და სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია კარგია ბავშვისთვის და მე ვამბობ, რომ არა. ბაღი არის ვირუსების და ბაქტერიების თავშესაფარი და ძალიან ხშირად და ძალიან ბევრი ვირუსები მოაქვთ ბავშვებს ბაღიდან. და სანამ ანუ ეს სკოლის ასაკში უკვე არის რაღაცა ისე ჩამოყალიბებული ბავშვი, რომ აი რაღაც მინიმალურ დონეზე ჰიგიენას მიხედოს რა და აი ბაღში ჯერ ვერა რა და ვერ აკონტროლებენ მაგას ვერც ბაღის მასწავლებლები და აი ბაღი თუ გაიჭიდა? მაინც არა. ნუ ტყილა ლაპარაკობ ხა მაგას. ხო, მოკლედ ეს არის. და შემდეგი. საქსი ჯოზ.
გამოუშვით რამე ისტორია, რომელიც უნებლიეთ მოისმინეთ და გაგრძელებაზე ფიქრი არ გასვენებთ. თუ არ დაიზარებთ თქვენი განვითარების ვერსიებითაც. მახსოვს განსაყვებოდა, რომ დაკვრის დროს რაღაც ისტორიების თანამსმენელი ხდება ხანდახან. ხო. იყო რამდენიმე შემთხვევა ეგეთი. გოგო იყო კაფეში თავის მეგობრებთან ერთად. ჩემი ასაკის იქნებოდა ალბათ. შეიძლება პატარაც. და თავის დაქალებს უყვებოდა თავის იმჟამინდელი ურთიერთობის შესახებ. ამ საუბრიდან გამოვარკვიე, რომ ყავს შვილი პატარა. უყვარდა მამაკაცი, რომლის დედასაც არ მოსწონდა ეს გოგო სარძლოდ. და ცოტა ეხა არ გეგონათ რომ ესე ვზივარ და ყურს ვადებ რამე ლაპარაკს უბრალოდ შეუძლებელია მართლა პატარა კაფე არის სადაც მუშაობ და რომ ვუკრავ როგორ ხმამაღლა ჯერთი არ ვუკრავ ხმამაღლა იმიტომ რომ შემაწუხებელია ფონური მუსიკა უნდა იყოს სასიამოვნო უნდა იყოს მოსასმენად და აი როგორც არ უნდა დაუკრა ეს ლაპარაკი ისმის მაინც და მესმის მინდა არ მინდა მესმის ეს და თან ესე ცოტა მტკივნეული თემა არის ახლა რა ესეთი რაღაც რომ აი ვიღაცა გიყვარს და იმის დედას არ მოსწონხარ და ამის გამო რაღაცა არ გამოდის ურთიერთობა ხო და მოკლედ ეს ხო მიზეზი იყო ის რომ ეს გოგო გათხოვილი იყო განათხოვი იყო ასე ვთქვათ და შვილი ყავდა და ამ შეყვარებულის დედას მაგიტო არ მოწონდა ოკეი ეს წინა შვილი იყო წინა ქორწინებიდან ხო წინა ქორწინებიდან იყო შვილი და თან ლაპარაკიდან რაც გამოვარკვია ეს ბიჭიც ძალიან დედას მიჯაჭული თუ როგორ ქვია არ ვიცი დედას უჯერებდა მოკლედ ამას მაგრამ ამ გოგოსაც არ ანებებდა თავს და საბოლოო ჯამში რაღაც ტოქსიკური ურთიერთობაში დაეჭლება დარჩა რა თქმა უნდა და ეს გოგო ამბობდა რომ აი საბოლოო ჯამში მიხვდება რომ ჩემს გარეშე ვერ იქნება და ჩემსავით ვერავინ ვერ შეიყვარებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმის მერე ეს ამბავი ხშირად მახსენდება ხოლმე და მაინტერესებს როგორ დამთავრდა მანდ ციგრატო და გამახსენდა არ ვიცი იმიტომ რომ ეგეთი შემთხვევა ხშირია ხო ხშირია მაგრამ ესე პირადად რომ მე შევეჩეხე ეგეთ ადამიანს რომ ესეთი პრობლემით ყვებოდა და ესეთ პრობლემით იყო და ესეთ ტკივნეულად განიცდი და ამას რაღაც მინდოდა რომ მისულიყავი და მე თქვა რომ გაუშვი რა დაანებე თავი და ვიღაცა კარგს ნახავ. ნუ გინდა და უხეშად ჩარეოდი. მინდა და უხეშად ჩავრავიყავი და ეხაც თუ გვიყურებს. იმედია რომ ის ბიჭი აღარ არის მასთან და ვინმე ღირსეული ნახა. რატოაც იქ თუ მაინც უნდა იმედოვნო იმედია იმიჩმა დაძლია ან იმედია მოაგვარა ან დაალაგა ურთიერთობები ორივესთან ეს ერჯობია არა იმიტომ რომ როცა ამ დონემდე ატკენ ადამიანს გულს და ამ დონემდე ესეთ დონემდე მიიყვან შენს პირად ცხოვრებას რომ ესე უხეშად ერევა დედა შენს პირად ცხოვრებაში, ისე რომ ვიღაც მესამე პირი გრძნობს ამას და ამის გამო არ გამოგდის ურთიერთობა, ესე იგი არ ხარ არაფრის გამომსწორებელი და ვერ იზამ ვერაფერს. ძმე ყოფილა სიტუაცია. ხო და ესე ხო, ერთი სასაცილო ისტორიაც მახსენდება. წყვილი როგორც წესი, იმდენი ხანი უკვე ამ სფეროში ვარ. ხან რაღაცა სტაბილური ხანგრძლივი სამსახურები მაქვს ხოლმე, ხან ერთჯერად ივენთებზე ვუკრავ ხოლმე, წლებია უკვე რა და ხალხს რო ვაკვირდები 100-დან 99 შემთხვევაში ზუსტად შემიძლია გავარტყავ მე რამდენი პაემანზე არიან მაგალითად. აი პირველი პაემანი რო არის ხოლმე, პირველივე დანახვაზე ხვდები და მე უკვე ლაპარაკიდან ვარკვევ ხოლმე, რომ მართლა პირველი პაემანი იყო. და ერთხელ შევესწარი ეგეთ ლაპარაკს ისევ მე ვუკრავდი და გოგოს და ბიჭის დიალოგი მოვისმინე, რომ ეს ბიჭი ეუბნებოდა პირველი პაემანი იყო და ეს ბიჭი ეუბნებოდა ამ გოგოს, რომ ეხლა შეგიძლიაო დახუჭო თვალებიო და წარმოიდგინო მამაკაცის სახეო. ოღონდ ისეთიო, რომ არ გინახავს, ვაი შენს ფანტაზიაშიო, ვინმეს სახეო, რომ წარმოიდგინო. ამ გოგომ დახუჭა თვალები და გაახლა ცოტა ხანში და ვარა ვაი ვიღაცაო ან მსახიობიო ან ვიღაცა წარმომიდგებაო მაინც რომ ვეცდილობ. ხო ეხაო დახუჭეო თვალიო.
და კაცის შიშველის სხეული წარმოიდგინეო. და ანუ მე ლაპარაკიდან ახლა ბევრს არ გავაგზავნებ, ანუ ლაპარაკიდან გამოვარკვია, რომ ეს ბიჭი ცდილობდა გაერკვია ამ გოგოს შიშველი კაცი ნანახი ხავდა თუ. აი ამ პირდაპირ კითხვა. ვერა, პირდაპირ და ამ მეთოდით ცდილობდა რომ ის თუ აღუწერდა რაღაცნაირ ტანს კაცისას, ესე იგი კაცის შიშველი ტიტვალი კაცი. შუა საუკუნეები არის, ანუ შეიძლება ტელეფონში კონდეს ნანახი ან რაღაცა კინოში. არ ვიცი, აი მართლა გეუბნები ესეთ რაღაცას ახლა და მსგავს სიგიჟეებს ხშირად ვისმენ ხოლმე რა და კიდე მოყვა ერთი? ალფი. რაღაცა ისიზრებოდა, ხო ფეხს იქნებოდა. შუაკავართ, ყველაფერი კარგად არის. როგორ გამოიხედა? რომელი ხარო? რაღაცა ისიზრებოდა და ფეხს იქნებოდა. გადავარჩინეთ ცუდი სიზმისგან. ხო. შეიძლება კაი რაღაცა ისიზრებოდა. გარბოდა მისდევდა რაღაცა მსხვერპლს და ესე საერთოდ დაეჭია. ხო, ისეთი სახით გამოგხედა რა. რა გითოდა? უბრალოდ მაგაზე ვიფიქრე, ისე გამოიხედა რა. შეგიყურა ხა? ძალიან პუტკუნა თავს იჭერდა და არა ვაცადეთ. არ მტრეც პანჯი და როი მოხო ხო? კბილებს ილესავს. აი? კიო. ფეხები როგორ? ტრედი იყო. ფეხები როგორ და? რო დაგწრა და საწოლდა რომ გადმოყავ ფეხებს. გადავიღოთ. ეს ჩვენთვის რომ ვლაპარაკობთ რაღაც. ვიძახიდან გადავიღებ ეს ზემოდან, რა? ვაგე ჩანს კარგად. ეს ძინავს ალფის. ერთი ეგეთი ისტორია იყო კიდე, ესე მოკლედ რომ მოყვე, გოგო ეუბნებოდა ბიჭს, რომ შენო ეხლა ცოლად რო გამოყვე, ანუ ეს ბიჭი თხოვდა ცოლობას. და ეს გოგო ეუბნებოდა, რომ შენო ეხლა ცოლად რო გამოყვეო მეო, შეგიძლიაო რომ მინიმუმ 300 ლარიო დღეში მომცა ხოლმე. ხო და ამ ბიჭმა აი ხო ამ წუთასო არ მაქვსო ფულიო, მაგრამ სამომავლოთო როცა ვაპირებ თუ ამასო მე რომ შემიძლიაო რომ ეგრე ვქნაო რა. მოკლედო თვეშიო ერთიო 3000 ლარიო მაინცო თუ არ 3000 დღეში ეს შემოვიდა? ხო მინიმუმო თვეში 3000 ლარს მაინც თუ არ მომცემ ხოლმე, მაშინო ვერაო რა, იმიტომ რომ მეო ეგრე ვარო მიჩვეულიო და რატომ უნდა გადავეჩვიო მაგასო, მეო რასაც ვიმსახურებო. მინდაო ის მქონდესო, იმიტომ რომ მერეო ეკლესიაშიო რომ დავდივარო, ვეღარ ვლოცულობო, იმიტომ რომ ის რო არ მაქვს რაც მჭირდებაო. მართ გეფიცებით ერთ სიტყვას თუ ვამატებდე. ის რო არ მაქვს რაც მჭირდებაო, საშინელ ხასიათზე ვდგებიო და უკვე ის ლოცვაც აღარ გამომდისო, ხო ხდებიო და ამიტომ რა აზრი აქვს რა, ესეო ვიყოთო როგორც ვართო ხო, კარგად ვართო სანამ ვართო და დაველოდებიო ისეთსო, ვინცო მომცემსო იმასო, რასაც ვიმსახურებო. ხო, აი ესეთ რაღაცნაირ ისტორიებს ვისმენ, იშვიათად რომ რამე კაი მოვისმინო რა. მოკლედ არ მინდა ხოლმე მოსმენა გულწრფელად, იმიტომ რომ მართლა მაწუხებს მე რა, იმიტომ რომ ტვინი ხო ისეთი რაღაცა არის, შენ თუ ვერ აკონტროლებ მაგას რა. და ეს ფიქრები ხანდახან მოდის ესე თავისით და გეფიქრება ვიღაცა შეყვარებულთან როგორ მოიქცა, რაღაცა როგორ მოაგვარა თავისი ურთიერთობა რძალთან და იმასთან და მოკლედ რა, ესეთი საქსი ჯოზი ისევ. კიდევ ერთი შეკითხვა, ერთ ინტერვიუერს დავესესხებით. თქვენი ერთად სათითაოდ ნება რომ იყოს, რომელ მუსიკალურ ნაწარმოებს დატოვებდით, რომ გითხრა ყველაფერი წაიშლება და ერთის დატოვების უფლება გაქვსო. მადლობა წარმატებები, იმპროვიზაციამ გაამართლა, ბუნებრივი იყო ყველაფერი, ვისაც რამე არ მოსწონს, უამრავი კონტენტის ნახვა შეუძლია, არა? წარმატებები იზრდებით აშკარად. მადლობა. დიდი მადლობა. მე რომ ერთი ნაწარმოების დატოვების უფლება მქონდეს, დანარჩენი უნდა წაიშალოს და ერთი შემიძლია დავტოვებდი აუცილებლად ბეთჰოვენის სონატას ჰამერკლავებს. რომელი ეგა? ეს არის 29 სონატა. 29?
იმიტომ რომ აქ სონატაში არის მე მთელი კაცობრიობა არის აქ სონატაში ჩემი აზრით. ჩარტი აბა და მიუშვიეთ ხო ხარ. იმას დაგვადებს copyright. ამდენიმე წამი. ნაცნობი მელოდია აქ. შენ არ მგონია გეცნობს. ტომი და ჯერი შეხარ არის. არა. კაი. დაგვადეს copyright-ი. რატო ეს ისა? ხო, როგორც წაღან გითხარი არ მიხუმრე, ანუ მთელი ჩემი აზრით რაც დაწერილა, რაც იწერებოდა მაშინ და რაც მომავალში უნდა დაწერილიყო, ყველაფერს წერდა წინასწარ ეს კაცი არ ვიცი და მგონია რომ რა გვასპოილერებდა. კი. და ჯერ არ მივსულ ვართ იქამდე. ანუ არ იმას წინასწარ ქონდა ყველაფერი დაწერილი, ეხაც რასაც ვაკეთებ, რასაც ვწერთ ჩვენ და რასაც ვუსმენთ, ეხაც ის წერდა მაშინ უკვე ამას. გახსნილი ქონდა. ხო, არ ვიცი, მე რაღაცა ზებუნებრივი თუ არსებობს და რაღაცა ღმერთი ან რამე ეგეთი, მე მგონია რომ ესეთი ადამიანების სახით გვევლინებიან რა. და ერთ-ერთი ბეთჰოვენი იყო ეგეთი. კი ბატონო, ბეთჰოვენის აქვია? ჰამერ კლავირი, ქართულად ითარგმნება როგორც ჩაქუჩებიანი კლავირი. კი ბატონო, მაშინ მე ვიტყვი დუალიპას. ნებისმიერი. დუალიპას ხო აი ბოლო ალბომიდან არის. არა, ის დაგეთქვა. ის რაღაცნაირი კაბარო ეცვა. ძუძუები რომ ხო. დაერქვა. რო გავილანძღეთ მაგის გამო. აი, ძალიან გამოსარჩევი. ნუ მაშინ ჩემზე რაც ყველაზე მეტად იმოქმედა. ხო. ყველაზე დიდი კვალი დატოვა და გემოვნებაზე და შემდეგ იმას ვიტყვი Led Zeppelin-ის Whole Lotta Love. კი, ეგეც რომ მითხრან, აი ბეთჰოვენი არაო და რა სიტყოდია, მეც მაგას ვიტყოდი ალბათ. Whole Lotta Love. Led Zeppelin-ის რამეს. Led Zeppelin-ის ნებისმიერი. Led Zeppelin-ის Whole Lotta Love, იმიტომ რომ ჩემზე რაღაცა ისეთი. დღემდე მახსოვს პირველად რომ მოვისმინე. ალბათ Stairway to Heaven ჯობია დატოვა. ხო, აი მე უფრო მაგას ვიტყოდი ალბათ. Stairway to Heaven იყოს. ხე გავხსნა Jimmy Page-ს. მადლობა, კარგი პასუხია. ჰულიმენი მოგვიყავით თქვენი ჰარმონიული ურთიერთობის საიდუმლო რაშია? პირდაპირ ვამბობ, რომ სამაგალითო წყვილი ხართ. იქნებ რამდენიმე რჩევა გითხრათ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯანსაღი სტაბილური ურთიერთობა შედგას წყვილს შორის. ხო, გვეღადავებიან. სამაგალითო წყვილი ხარ. კაი წყვილი ხარ რაღაცებს უგონებიან. იქმა დაგვრცინიან და. ნერა. ჩვენ ხო გვიხარია. ეს ფილმი რო არის. Hugh Grant და Meryl Streep რო თამაშობენ. Meryl Streep რომ მომღერალია. ვიცი. მდიდრები არიან. ნამდვილ ადამიანზე არის ხოთაშორი. სახელი არ მახსოვს უბრალოდ. ვიცი, Meryl Streep ნამდვილი ადამიანია. კარგი ხარ. ანუ რეალური ეს არის რა ადამიანი არის, ვისაც არის ეს ფილმი და ამ მდიდრები არიან. ას მდიდარია Hugh Grant და ისე აწყობს ყველაფერს და ისე აჩვენებს, რომ ძალიან ნიჭიერია ვითომ ეს ქალი და ამ დროს მაგარი უნიჭო არის, ანუ აი ყრუ არის, ხმა არა ქარფერი და სუ ისე აკეთებს და ისე უკეთებს ამ კონცერტებს და რაღაცებს, რომ ამ ეს ხო პირველად გამოსცა დამთხრარების დროს. ამ ქალს გონია, რომ ძალიან მაგარი მომღერალია რა. ხა ეს გამახსენდა უცებ. მაგაზე ხო გვეღადავებიან. რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა, აი ეს ზოგადად ვერ ილაპარაკებ რა ურთიერთობებზე, ხა ყველას რაღაცა თავისებური ურთიერთობა აქვს, თავისი წესები აქვს ურთიერთობაში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვების შედეგად დავასკვენი ეგეთი რაღაცა, რომ მთავარი ურთიერთობაში არის ნდობა. ოღონდ ნდობაში არ გულისხმობ ეგ ვიღაცა ქალს გახედა, კაცს გახედა და ვიღაცას რაღაც დაულა იქა და გიღალა და მიღალა და ეგ ხა თავისთავად არის თავისთავად იგულისხმება რომ ეგ არ უნდა იყოს. ნდობაში უგულისხმობ
ყველაფერს რა, აი ნებისმიერ რაღაცას, რასაც შენი პარტნიორი ამბობს და შენ ისმენ იმ მომენტში. თუნდაც კამათის დროს, თუნდაც ჩხუბის დროს. აი ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე და მეც მქონდა ეგ პრობლემა. მე აი პირდაპირ ვიტყვი, რომ აი გიოსთან ურთიერთობის პერიოდში ვისწავლე ეგ. რომ თუნდაც კამათის დროს რაღაცები გვეჩვენება, რაღაცები ისე არ ხდება, რომ ისე არ გვესმის სინამდვილეში როგორც არის. ანუ როცა რაღაცაზე ან ნაწყენი ხარ, ან ცუთხასიათზე ხარ, ან გაბრაზებული ხარ, რაღაცები გვეჩვენება. და აი მაგის აღქმას რომ ისწავლის სწორად, რომ ეს ადამიანი ამას არ მეტყოდა მე ისე როგორც მე მესმის, არ მეტყოდა ისე რომ მე მეწყინოს ეს გული მეტკინოს და ასე შემდეგ, აი ეგ არის ნდობის საკითხი, რომ ეს გაიაზრო კარგად, რომ ენდო იმას. ხო, ანუ რაღაცა თუ გითხრა ისეთი რაც გეწყინა და შენ ჩათვალე რომ აი ეს საწყენი რაღაცა რატომ მითხრა. ხო. დიდი ალბათობით შენ გაიაზრო და ის მაგას არ გულისხმობდა. ხო. და მე თუ სიტყვაზე ნდობი რომ არ გინდათ კივრის მოყენება. კი ბატონო, ეგ არის და მე თუ შენ კითხვას დასვამ რომ ეს რატომ მითხარი და ის გეტყვის აუცილებლად რომ ეგრე არ მithქვამს შენ არასწორად გაიგე, ეს აუცილებლად დაიჯერო. და ანუ სიყვარული არ არის მარტო საკმარისი ურთიერთობაში რა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და პირველია, მაგრამ ეგ არის თავიდან და მე უკვე გჭირდება რაღაცები, რომ ეს რაღაცა მექანიზმი არ არის რა, რომ უბრალოდ ჩართო და თავისით იმუშაოს. და ესეთი რაღაცები აუცილებელია, რომ ეგეთი რაღაცებით ნელ-ნელა ეს ურთიერთობა არ ჩამოიშალოს და ეს ნელ-ნელა არ გამოაცალო რაღაცა ისინი რაც რაღაც კუბიკები რაც აშენე რა. ხო. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მგონია რომ ჩვენ მივახციეთ მაგას, რომ თუნდაც როცა რაღაცა კონფლიქტი გვაქვს, მაგას თუ ქვია კონფლიქტი უკვე აღარ ვიცი. კამათი ალბათ. ხო. ყოველთვის ვცდილობთ და კარგად გამოგვდის ბოლო ხანებში განსაკუთრებით, რომ რაღაცები არ დავაბრალოთ, არასწორად გაგებულოთ. ხო, ვაზროთ, ხო რა. გაუგებრობების თავიდან აცილების. ხო, იმიტომ რომ როგორც წესი ახლა რო გიყვარს ადამიანი და თელ რა ვიცი უმეტეს დროს მასთან ერთად ატარებ, შეუძლებელია ხა იმ ადამიანმა რაღაცა განზრახ იმიტომ გითხრას, რომ ან რამე გაწყენინოს, ან გული გატკინოს რა. ესე იგი არ გიყვარს მაშინ, იმიტომ რომ პირველი სიყვარულში ზრუნვა არის, ხომ ზრუნველობა არის და ზრუნავ იმ ადამიანზე, რომ რაღაცა ტკივილი არ მიადგეს, არ ინერვიულოს და ასე შემდეგ და ეს თუ გააზრებული გაქვს, რომ ეს არის სიყვარული, შესაბამისად ისიც უნდა გაიაზრო, რომ იქ ეგრე არ იქნება და რაღაცა არასწორად გაიგე. და ეს ფორმულა მგონია რომ ეს არის რა. იმიტომ რომ მე რაღაცა გაუთავებელი ჩხუბი, გაუგებრობები, რაღაცეები, ესე უკვალოდ არ გადის რა. აქ რჩება მაინც რა. ხო. ხო, ბოლომდე თუ არა მოთქვია სათქმელი და არ მასკენ. ეგეც არის და მეგობრობაც არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რა. ანუ ეგ შეიძლება გქონდეს მაგრამ მაგის მიუხედავად მე მოსაწყენი გახდეს ურთიერთობა. არ მარტო ნდობა არ არის ის რომ ნდობა როგორ გატაობ ნდობა არის ინსტრუმენტი კი არა და იარაღი რა რომ ცუდისკენ არ წახვიდე. და არის კიდე მეგობრობა რა. ანუ ყველაფერს თავი დაანებო, ანუ საუკეთესო მეგობარი ხარ შენ ჩემთვის რა. სხვას რაღაცას სხვას თავი დაანება და აქედან გამომდინარეა რომ მე რაღაცების ერთად კეთება ქსიამონებს და გაზიარება ამბების და ასე შემდეგ რა. ყოველდღიურობა უნდა იყოს მეგობრობაზე, ესე მგონია რა. დაფუძნებული. კი. ეგრეა. ეგრე დავიწყეთ ხო მეგობრობით. დავინახეთ ერთმანეთში კარგი მეგობრები და ასე დავიწყეთ. შემდეგი შეკითხვა. ხო, არ ვიცი, რამდენად ესე გავეცი პასუხი. ამას გულისხმობდა თუ არა, მაგრამ ხო მე ესე მგონია მოკლედ. აი, ყოლე საიდუმლო რა არისო და რამდენიმე რჩევაო და საიდუმლო ალბათ მეგობრობა არის და რჩევა იქნება ნდობა. ხო, ხო. ხო, ნუ ხდობა და ავტომატურად უნდა მოყვებოდეს ისე რჩევა. განაგრძობ. ხო, ანალომჯარია. ძელზე აზიდვების ფულაფსის ვეჯაჯგურები დიდი ხანია და არ გამომდის. თქვენ როგორ დაამოღამეთ?
ვაი მაგ დამოღამებას მე რო დავამოღამე ვარჯიში და ბევრი მცდელობა უნდა და რაც მეტად ეცდები, მეტჯერ ეცდები, უფრო მალე გამოგივა და უფრო კარგად გამოგივა. მეტი არ სპორტი ისეთი რაღაცაა, რომ ხო აი სისტემატიურობა როგორ არის, მოკლე გზას ვერ იპოვე. მე ვარჯიში. სისტემატიურობა ალბათ რა. ისე რომ დღეს გავაკეთე და მე ერთი თუ აღარ გავაკეთო, ეგრე არ გამოვა. ხო, თავის ტექნიკაც აქვს. ხო. მაგ ტექნიკა მარტივია რა YouTube-ზე ჩაწერე და სწორად როგორ გავაკეთო pull-ups-ი და თქვათ რაღაც ფეხის ინერცია მოქნება და ინერცია როგორ დაიხმარო ტანი როგორ გეჭირს და ძალა უნდა მოგემატოს. CrossFit-ის pull-ups-ი სხვანაირია, strict pull-ups-ი სხვანაირია და ბევრნაირი რაღაც არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ზურგის კუნთები. ზოგს გონია რომ აი ხელები არის რა და ხელებიც არის, მაჯებიც არის, ზურგიც არის. ზურგის კუნთებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხო, უნდა გაძლიერდე რა, კუნთის მასა მოიმატო. ხო და ქალისთვის ჯანი მოიმატო. ანუ გოგო გვიწევს, ხო? ხო, ანა ლომჯერი. კი. და ქალისთვის არის ძალიან რთული. ანუ ერთი strict pull-up-ი რო გააკეთო, რაღაცა ძალიან პატარა პროცენტში ხარ ქალების რა. და სამს თუ აკეთებ, უკვე strict pull-up-ი, ანუ ტანის ინერციას რო არ იყენებ, ხო? გაშეშებ, გაჩერებული ტანით, მოძრავო ტანით, ასე აწევო, ჩამოწევ. ხო, ასე რომ არის დარდოთ როგორც იტყვიან trust the process თუ როგორ არის? ხო, ვარჯიში და ბოლოს გამო. კი, აუცილებლად. ჰულიმენი ისევ ბოდიში კიდევ ერთი კითხვაც რა არის, რაზეც ყველაზე ხშირად კამათობთ? ან საერთოდ თუ გაქვთ რაიმე საკამათო? ამაზე გავაკეთე პასუხი მე მგონი. ის ხო, არა, ის განსხვავებული აზრი თუ გაქვთ, რაზეც ვერ შეთანხმდებით. ხო, არის ხშირად არ ვკამათობთ, ასე რომ ხო. კამათით, რა ვიცი, შეიძლება რაღაც ფილმზე ან მსახიობზე ან რაღაცაზე ხო, ჩვენი აზრები გავცვალ გამოვცვალოთ. ეს мотиваცია რაღაც. ხო. პატა ქუ. გამარჯობა, ტაროზე, ასტროლოგიასა და ზოგადად ეზოთერიკაზე რას ფიქრობთ? ტაროზე არ ვიცი, მქონია შეხება. ასტროლოგია არ ვიცი. როცა რაღაც ასტროლოგია ხო უძველესი ის არის. ცოდნა თუ რაღაც წარმოდგენა თუ რა ქვია მაგას. და რახან რამდენია 1000 წლეული შემორჩა. ხო. რაღაცად მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ფუნქცია, ასე ვთქვათ, რაღაცაში გამოდგება, ტყუილ არ იქნებოდა, ასე მგონია. თორე ხმე არ ვაქცე ყურადღებას და ჩემი ის რა ქვია, ასტროლოგიური ნიშანისთვის როგორი პერიოდი მოდის და რაღაცებზე არ ვფიქრობ პირადად. ეზოთერიკა საინტერესო არის, ხა ეზოთერიკა არის ამოუცნობის შესწავლა და ხო. ასე ვთქვათ, რელიგიას და ღმერთსაც უკავშირდება და ნუ ეგ მაინტერესებს ხა. იცი რა, მეც იგივენაირი დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ერთი რაც არის, აი ასტროლოგიაზე, სულ მაინტერესებს, აი ცოტა ჩვენთან ხوار ჩამოყალიბდა ეს რაღაცნაირი არასერიოზული დამოკიდებულება, აი როგორ გითხრა, რაღაცნაირი ის რო არის ხოლმე. ხო, რაღაცა დღეს არ გახვიდეს ახლიდან ძიმე დღე გაქვს და აი რაღაცა ეგეთი რაღაცები. მარტო ქართული არ არის. და ესეც დონეზე ნამდვილად არ მჯერა ახლა რაღაცა. ხო, ეგრე არ მჯერა. ხო. გიორგი კოპალიანი, ჰობი ჰორსინგ ან ჰობი დოგინგზე თუქსმენიად რამე რაღაცინას. თუ არა, ნახეთ არ ინანებთ, თუ დაგეზარათ, ავხსნი მაინც ეს არიან ადამიანები, რომლებიც წარმოსახვით ცხენებს ან ძაღლებს ასწავლიან რაღაცებს და ჩემპიონატებს აწყობენ. ჰობის კინგიც არსებობს თორმე თხილამურის ჯოხებით ჩამორბიან ფეხით სლალომზე ბალახიან მთაზე. კითხვაში მიგმარებს. თუ გაქვთ ნანახიო? თუქსმენიათო. ეს ჰობი ჰორსინგი მეგონი კი რაღაცა ჯოხზე დამაგრებული ცხენის თავი რო არის და დახტუნაობენ მაგით ეგ მინახავს. კი, მეც მინახავს და რა თუ ერთობიან თვითონ გაერთო. ცოტა ის არის რაღაცნაირი მე მაგათაც shadow boxing-ი მივარჯიშია. shadow boxing-ი არის ხო ბოქსის ვარჯიშია, უბრალოდ წარმოსახვით იმასაც, მაგრამ ეგ მართლა ვარჯიში არის. ხო და არ ვიცი რა, ცოტა ერთხელ მახსოვს რა, ეგ ტელევიზორში ვნახე ასე და ეგ აი გავშტერდი და უყურებდი, დაშტერებული ფეხზე ვიდექი და უყურებდი. გადაცემა სპორტულებში ხო არ ნახე? არ მახსოვს. მე იგორს და ჯანიას მივყავდა და იქ გქონდა განხილვა მაგ ჰობი ჰორსინგის. თუ ეგ არის ხო და არ ვიცი ცოტა მეუცნაურება რა რაღაცნაირად არ ვიცი რატო ვერ ავხსნი ხა ესე შენ
წარმოსახვით ძაღლზე ცხენებს ასწავლიან რაღაცებს, ხო ეგ არის რა, მე მგონი რა, ვითომ ამ ცხენით დახტე ხარ და რაღაცებს გადაახტე და ვითომ ხო, მეც ეგრე ვიცი. ხობი დოგინგი რა შეიძლება. ვითომ ეს ძაღლი წამოვიდა და იქ ოფისში რო არის. ხო, ისა, ძაღლებს რო უხილავ ბურთებით რო ჟონგლიორობს, ულფერელი ეგეთი რაღაც. ხო, მოდი გულახდეთ ვიტყვი. ცოტა მეცინება რო უყურებ ხოლმე, რა ვქნა. კაი, არ გამონაწყენოთ ქართული ჰობი ჰოსტინგის ფედერაცია. შეიძლება ცოტა ეს არის რაღაცნაირი გასალანძღი ვარ, არ ვიცი. ზურაფიროს ჰობისკიინგი? ზურაფიროს მანიშვილი. გამომდინარე იქიდან რომ რაც მინდოდა მეკითხა, თითქმის ყველაფერი უკვე კითხავს და პასუხებს მოვისვენ, ამიტომ ასეთ კითხვას დაგისვამთ, უფრო რჩევა მჭირდება. სერიალის ყურება მინდა ისტორიულის, ოღონდ რეალურ ფაქტებზე და წყაროებზე დაფუძნებულის და არა ვიღაცის მოთხრობაზე. Game of Thrones. როგორც სერიალების მოყვარულები ხომ არიცით რაიმე მსგავსი ან მსგავსები. ისტორიული სერიალი. მე შემიძლია ერთი გირჩიოთ სხვათა შორის. ეს არის The Last Kingdom. ესეც სერიალია. მე ისტორიკოსი არა ვარ და ესე ზუსტად არ ვიცი იქ რამდენად ეგ ალბათ წარე პოდკასტს უნდა დაუსვა ეგ შეკითხვა და გირჩევენ. ხო, წარე პოდკასტ ნიკა ხოფერია შეგიძლია დავუსვათ, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, მე მგონი ნიკამ მირჩია. მე მგონი ნიკამ მირჩია ეგ სერიალი და ძალიან კარგი სერიალია, ოღონდ პირველი სეზონი არის ცოტა მოსაწყენი. იმიტომ რომ სხვა კომპანიის იყო და მე იყიდა Netflix-მა. არა, მოსაწყენი ამბები თუ ისტორიულია, იმათი ბრალი არის, მოსაწყენი ამბები მოხდა ესე. არა, მე იყიდა Netflix-მა და მეორე სეზონიდან არის ძალიან მაგარი. და არის ძალიან რეალისტურად რა, მაგალითად ომი რო არის და ბრძოლები რო არის გადაღებული, არის ძალიან ისეთი ადეკვატური რაოდენობა მებრძოლების, არ არის რაღაცა მილიონიანი ჯარები და რაღაცეები რა, ანუ დრაკონები. ხო, ისტორიულადაც რამდენადაც ვიცი, წლების მიხედვით მიყვება, ძირითადად მე მგონი ბრიტანეთის ისტორია. მოკლედ, კარგი სერიალია რა, შეგიძლიათ სცადოთ. The Last Kingdom ესე ქვია. შენ ხარ გაქვს რომ ისტორიული სერიალი არ მოხსენდება რა. ხო. და ეხა გამოვიდა ისტორიული სერიალი ამადეუსი. შემდეგი კითხვა არის ბოლო, ხო? ზაი. ხო. კითხვა არ მაქვს, მაგრად მომწოხართ, სიამოვნებით გიყურებთ. რაც შეეხება კატუნიას, ვგიჟდები, ორი მყავს, მე ზოგონდ ქუჩიდან ავიყვნენ და ისეთი მაიმუნები არიან, არ ვიცი, მამწარებენ, მაგრამ ვერ ველევი, ხშირად გვაჩვენეთ. ხშირად გაჩვენებთ ხოლმე, მაგრამ აი ძირთად სულ ესეთ მდგომარეობაშია და აი ხა ასე აგდი აი. შენ იღებ თუ? შენ დავადოთ მაშინ. ხო, აი გაჩვენებდით, მაგრამ ეს არის ძილის ოსტატია, ესეთ დავარქმევდი. ამიტომ არ ვაწუხებთ ახლა ძალით არ შენ თვითონ ხანდახან მომდება ხოლმე შემოვა სტუდიაში. უყურს ძილის წინ პოდკასტების მოსმენა. კაი, წავიდეთ ბოლოსკენ. წავიდეთ, რაღაცა ძალიან დიდი პოდკასტი გამოვიდა. დიდი გამოვიდა ხო? რჩევები გვაქვს ხო? მე მაქვს ერთი. მე არ მაქვს და ვიტყვეთ თოთა. მე მინდა გირჩიოთ კატის, რახან კატაზე იყო თან ბოლოს, ისა თემატურად გადავალ კატის სავარცხელი. ორთქლის სავარცხელი. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი. კარგად ვარცხნის, კარგად აცლის ბეწვს. თან ცოტა ანუ რო აჭერა ორთქლი გამოდის, ცოტათი უსვალებს ბეწვს და აი ვარცხნის დროს ეს ჰაერში არ დაფრინავს ბეწვები. მაგის დემონსტრირება? ამის ვიდეო დევს ჩვენი მუსკულების ვლოგზე, მუსკულები ვლოგი ესე არის, იქნება აღწერაში, short ვიდეო არის. პატარა. გადახოთ ნახოთ. გადახოთ, შეგიძლიათ ნახოთ, $9 ღირს Amazon-ზე, ამჟამად. შეგიძლიათ გამოიწეროთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. თან როგორი იაფიან რაღაცებს ურჩევთ ხო? ხო, ანუ ხო, მე ჩემი რჩევა იქნება რომ გამოიწერეთ მუსკულები. და მეორე მაინტერესებს, აი რაც კი რჩევები გავეცი. ხო. ვინმე რამე გამოიყენა? აი თუ რამე გამოიყენეთ რჩევებიდან დამიწერეთ და გავაგზავნეთ რჩევებს და თუ არა, ესე იგი არავის არ აინტერესებს და. რატო რაღაც ესე იგი ავტორიტეტი მაგაზე. ხო, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება ისეთი რაღაც ურჩიო, რომ აი ძალიან ბევრს გამოადგეს და რა შენი რა მიდის ურჩიე. რა მოგიო? ხო და თუ რაც აქამდე თქვი არავის არ გამოადგა, მე რა უნდა ვთქვა რომ ძალიან ბევრს გამოადგეს. შეიძლება უცებ რაღაცა. რჩევები იმექნება შესაძლებელი, გაიგე და ეგ მეწოდინება რომ მოწესებს ხო, ეგ სხვა რაღაცა არის რჩევებს თუ შეცვლი. მაგრამ ჩვენ ხო ჩვენს გამოცდილებას უზიარებთ რაღაცა, უბრალოდ რაღაცები ხო არ მოგვაქვს.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ჩვენ გამოვიყენებთ, იმას ვურჩევთ ხალხს. ხო, მე ხო გამოწერილი მოსკულები. კი. მეც მაგამოწერილი გირჩევთ გამოიწეროთ. გემშვიდობებით. მადლობა პატრიონის მხარდამჭერებს. უღმესი მადლობა. და გამოიწერეთ. გამოიწერეთ. ჩვენი არხი. ძალიან გაგვიხარდება და ძალიან დაგვეხმარებით. მოუწოდეთ კომპანიებს რომ მოიტანონ რეკლამა. უი, კითხვა არ დაგიშვა. მითითებული არის ოქია, იმეილი მითითებულია იმაში რა ქვია. აღწერაშიც უნდა იყოს ან არხის about-ში, კონტაქტში არის მითითებული. მოდი როგორი კითხვა დავუშვათ, იცი? კითხოს ხო ადრე ვსვავთ ხოლმე. ხო. რომ პირველ ნახევარს მეტი ადამიანი უყურებს და აი ხა დავუშვათ იმათვის, ვინც ეხლა აი აქამდე გვიყურებს. ბოლომდე? ხო, აი ამ წუთამდე მოვიდა. და საერთოდ რო არ იყოს კომენტარები აპინულზე. ხო. საცილო იქნება. აი იყოს კითხვა. აპინული კომენტარიც ის იქნება. იქ არ დავწერთ შეკითხვას. დავწერთ აპინული კომენტარი, ესე დავწეროთ. და ეგ გავპინოთ. კარგი. იქ დაგვიწერეთ კითხვაზე პასუხი. ხო. და კითხვა რა იყოს? იცი ეს ადრე მქონდა რა შეცვლედი და რას გვირჩევდი პოდკასტში, იმიტომ რომ ის ადამიანი ვინც ბოლომდე გვიყურებს, ყველაზე ერთგული მაყურებელია და იმათი აზრი, აი იმ ადამიანებს რა ვკითხოთ რა, იმ 5 ადამიანს ვინც შემორჩა ბოლომდე. გვირჩიეთ როგორ გავხადოთ ჩვენი პოდკასტი უფრო პოპულარული. ხო. აი რა ვქნათ იმისთვის რომ გაიზარდოს ნახვები, რამე თუ გვაკლია ან რას დავამატოთ ან რაღაცა ეგეთი. ხო, მივიღებთ რჩევებს. იმიტომ რომ ეს მართლა ეს არის ყველაზე ერთგული მაყურებელი და ვინც კარგად იცის რას ვაკეთებთ. ხო. და ეს არ არის რომ უბრალოდ ცნობილები გვინდა გავხდეთ. ანუ უბრალოდ საჭიროა რომ ხო რაღაცა რაოდენობის ნახვები მაინც დავაგროვოთ ხოლმე რომ რაღაც თვითმყოფადი გია და თავის შეინახოს ამ პოდკასტმა ხო იმიტომ რომ რაღაცა დროს და ენერგიას და რესურსს და რაღაცებს ხარჯავთ ამაში. კი და ჩავდეთ კიდეც ბევრი და მწვალობთ სახში გვაქვს სტუდია გაკეთებული. ხო და აი რაფერ მივიქცეთ. კი და ხო ანუ აი რას ვირჩევდით რომ მეტ ადამიანამდე მივიდეს ეს პოდკასტი. აი მაგალითად საშუალოდ თითო ეპიზოდს რომ 10,000 ადამიანი უყურებდეს. ხო. შემოდა გადასარევი შედეგი. კი. ნუ მართალია იქნება ესე ეწერება აპინული კომენტარი. აი იქ დაგვიწერეთ რჩევა. დანარჩენები გითხავენ რა ხდება ხალხი რაზე წერსო, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება მარტო. კი. და მადლობა წინასწარ ვინც ბოლომდე აი აქამდე ვინც გვიყურა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ვისაც გამოწერილი გაქვთ, ვინც ალაიქებთ, გვიყურებთ, აკომენტარებთ, პატრეონზე ვინც გვეხმარებით. ასევე ძალიან დიდი მადლობა. ვინც დისლაიქს გვიწერს, ისიც რომ ბოლომდე გვიყურებდეს ყველა ეპიზოდზე და ბოლოს ის ერთი დისლაიქი. კი, ერთი დისლაიქი. დონკ. ხო, აბა ისე რატო დააჭერდა თუ არ იცის რაზე ვლაპარაკობთ რა. კაი, მოგა დავამთავროთ. მადლობა.